გამარჯობა, მე ანა ვარ და ვეხმარები ადამიანებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში. იმის საკომპენსაციოდ, რომ ორი თვე დავიკარგე, მინდა ჩემს ერთგულ მაყურებელს კომპლიმენტის სახით შევთავაზო ისეთი ეპიზოდი, რომელიც პირდაპირ დაზღვევას არ შეეხება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მაყურებელთა უმრავლესობა ოფისში მომუშავე 9-დან 6-მდე გრაფიკით ადამიანები არიან. დღეს ვისაუბრებთ საქართველოში დამკვიდრებულ სამუშაო ტრადიციებზე, სამუშაო ატმოსფეროზე და ეს გარემო რამდენად გვიქმნის ჩვენ ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების შეგრძნებას. ამაზე სასაუბროთ იმაზე უკეთეს სტუმრებს ვერ მოვძებნიდი, როგორც დღეს მყავს, ესენი არიან Modern 9to5-ის დამფუძნებლები, შემქმნელები რეზი მამულაშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა ანა, ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის კიდევ ერთხელ და წეგანაც ვფიქრობდი, სულ მინდა აღვნიშნო ხოლმე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც თავის თვითონ ესე პროაქტიურად ცდილობენ მოძებნას რა, რაღაც ცოტა ისეთი სტუმრების თავისით წერენ და ჩვენც რავი ძალიან გვიხარია ეგეთი რაღაცები რა. პირველი ხარ, ვინც ამ ხელა ინტერესი გამოთქვა ჩვენ მოწვევაში და ჩვენც რაღაც ვიგრძენით, რომ ეთყობა იყოს საჭიროება და დიდი სიამოვნებით დაგთავაზეთ. ვერანაირად ვერ ვიტყოდით. როგორც კი YouTube სივრცეში გამოჩდით, მაშინვე დავინტერესდი, რომ ვინ არიან, რაზე ასაუბრობენ. იდეა მაშინ ავიტაცე მომეწონა, იმიტომ რომ მე პირადად ვარ ის ადამიანი, ვინც Modern 9to5 მუშაობს უკვე რამდენი წელია, ძალიან ბევრი წელია, ასე რომ მაინტერესებს რა ხდება საქართველოში სხვებისთვის. განსხვავებული რაც ჩემს ირგვლივ ხდება და რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ამაზე ვისაუბრებთ. და თქვენ კი შეგახსენებთ, რომ თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, წინ ძალიან ბევრი საინტერესო და აქტუალური საუბარი გელოდებათ. ახლა გადავიდეთ ჩვენ სტუმრებთან და ჯერ დავიწყოთ იმითი მითხარით, საიდან გაჩნდა ეს იდეა თქვენი პოდკასტის და რა მესიჯი გინდათ რომ გადასცეთ საზოგადოებას. თქვენს პირველ ეპიზოდში ამაზე უკვე ისაუბრეთ, მაგრამ მოდი ჩემს მაყურებელსაც. ძალიან კარგია რომ კარგად გახსოვს პირველი ეპიზოდი. რეზი? გინა დაიწყო. არა, დაგითმობ სცენას, იმიტომ რომ ხო, კარგი კითხვა არის. იდეაში რა, რატო დავიწყეთ საერთოდ? რეალურად რატო დავიწყეთ? შეიძლება იდეა უფრო სხვა იყო და დღეს მე როგორც მესახება რეალურად უფრო განსხვავებული არის. თავიდან იდეა იყო ისეთ ვარიანტში, რომ მეც და ლევანსაც რაშიც უფრო მეტად გაგვეგება ერთმანეთთან, ეს არის ზუსტად ეს თანამედროვე სამსახურები, იმიტომ რომ დღემდე მსგავსად მუშაობთ და ხო არ გვესაუბრა ამაზე. მით უმეტეს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან ჩამოსულები, ისინი რასაკეთებენ აქ, ანუ უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენ პატარა ქვეყანაში და მათი მოღვაწეობა თანამედროვე საქართველოში, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე შეიცვალა და მე ესე მესახება დღეს, რომ ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდის, როგორ ვითარდებიან, რეალურად რასაკეთებენ და ის ხალხი, მაგალითად ქართველები, ვინც იძახიან, რომ სიტყვაზე რაღაც ჭირს, რაღაცას ვერ ვაკეთებთ და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანები ბევრად უფრო პროაქტიულები არიან და გაცილებით მეტ რაღაცას მიაღწიეს რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე შეიძლება ჩვენმა ქართველებმა რაღაც კუთხით რომ ავიღოთ. რაც ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს უამრავი კატეგორიის ადამიანი ყავს, რომლებიც ცდილობენ აგვიხსნან თუ როგორი არის რეალური ცხოვრება საქართველოში, თანამედროვე საქართველოში, ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი, რომლებიც, თქვათ, რომ საქართველოზე წინ არიან, ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ, ობიექტურ რეალობას ვერ გავექცევით და ასეა. ამიტომ ძალიან საინტერესოა იმის ყურება თუ როგორ მოღვაწეობს ის ადამიანი, რომელიც საერთოდ არ არის ქართველი, საერთოდ არ იცის ქართული ენა, მაგრამ საკმაოდ კარგად აუდგა ფეხი თანამედროვე ქართულ ცხოვრებას და აქ მოღვაწეობს, აქ ფუნძდება ოჯახი შექმნა
და კიდევ მრავალი სხვა. და აპირებს რომ დიდი ხანი იცხოვროს. რა თქმა უნდა. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მიგნება იმ თვალსაზრისით, რომ აი ასეთი ადამიანების მოსმენა არის ჩვენთვისაც ქართველებისთვის კარგი, რომ ისინი იმიტომ რომ ისინი ხედავენ სხვა პერსპექტივას ჩვენ ქვეყანაში, რასაც ჩვენთვის რატომღაც ჩვეულებრივი ამბავია და ვერ ვაფიქსირებთ და ისინი მეტ შესაძლებლობას ხედავენ ჩვენ ქვეყანაში და მოსმენა მათი თვალით როგორია ეს ადგილი ძალიან საინტერესოა ჩვენთვისაც, რომ იქნებ რაღაცას ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ, რომ ვერ ვამჩნევთ და სინამდვილეში ეს უპირატესობა გვაქვს და ისინი გვაჩვენებენ ამას, თუ გვიბიძგებენ ამისკენ და მოკლედ ეგ ძალიან კარგი. კი, აი ნამდვილად გვაჩვენებენ. ეცეთ რატომ? მაგალითად ეს ადამიანები, ვინც ამ კუთხით და ესეთი დადებითი კუთხით საუბრობენ საქართველოსზე და ზოგადად აი რისი კეთება შეიძლება, თუ ეს ადამიანს უნდა, რა თქმა უნდა, და რამდენად მარტივად შეიძლება გაკეთდეს საქართველოში. სხვა ქვეყნებთან შედარებით. სიტყვაზე ბიზნესის წამოწყება იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რამე, ჩვენ ქვეყანაში გაცილებით უფრო მარტივად ხერხდება. და რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ ვაძალებთ ხო რომ ეს ლაპარაკონ ლევან ვინც ჩვენ გვიყურებს აქვე დავამატებ საერთოდ დამიგროდა თავიდანვე ანუ ინტრო რადგან რეზიმ გააკეთა კიდევ ვიტყვი კი იყო რაღაც დეტალები ხო თავიდან სხვა მიზნით დავიწყეთ და მე სხვანაირად განვითარდა ორი სიტყვით შესავალს გავაკეთებ და მე გადავუკვე ამ საკითხზე რომ მართლა არავის არ ვაძალებთ არაფერს რა ხო ანუ ერთი რაც გამოგრჩა შენ ის იყო რომ თავიდანვე თან იმ ჩვენ პირველ ეპიზოდშივე იძახი მაგას არის რომ ზოგადად მე და რეზის მე-7 კლასთან ერთად მოვდივართ სულ ლაპარაკობთ ბუნებრივად ერთმანეთში ანუ იყო ხოლმე ძალიან ბავშვობიდან არის ეს სიტუაცია რომ ანუ ნებისმიერ საკითხს ისეთ სიღრმეებში განვიხილავთ რომ რაღაც 4 კაციან საუბარში ყოველთვის ცოტა იმაშვებით რა რაღაც დიქტატორები ვით მარტო ჩვენი დიალოგი მიდის ხოლმე რაღაც მომენტში რა დომინანტად ხო დომინანტური ამ სიტყვას ვეძებდი ხო და საბოლოოდ ყველა მაინც კმაყოფილი იყო ხოლმე რა ისტორიულად ეხლა რა თქმა უნდა ხანდახან ძალიან ბევრ სისულელეს ვიძახით და ყოველთვის მოსმენადები არ ვართ მაგრამ ყველა გვეუბნებოდა ეს პოდკასტების ეპოქა როცა წამოვიდა ჩვენ ქვეყანამდე როცა მოაღწია უკვე ძალიან დიდი ბუმი იყო Clubhouse-ი თუ გახსოვს რა ეს აპლიკაცია რო შემოვიდა კოვიდის პერიოდში მოკლედ ხმოვანი მაგარი პოპულარული ყავი ხმოვანი აპლიკაცია იყო გრუპებს ქმნიდი და იქ აი როგორც WhatsApp-ი და Facebook Messenger-ი და ყველაფერი არის ოღონდ მარტო ხმოვანი ის იყო ლაპარაკის ჯგუფი იყო არც ჩანდი არაფერი რა და მე რატო არ ვიცი ეგ ამბავი ხო, კაი რაღაც გამოგიწევ ცოტა ხანს გაკაჩა მაგ აპლიკაციამ რა 2000 აი ნუ მაი მარტო კოვიდის პერიოდში სანამ ჩაკეტილები ვიყავით რომ ხალხს სოციალიზაციის ნაკლებობა რო ქონდა შევდიოდით ამ ჯგუფებში და ვიწყებდით ლაპარაკს რა და იქ ვაკეთებდით მეც და რეზის და ჩემი სხვადასხვა მეგობრები რაღაც ჯგუფებს სადაც აი ესე შევყრიდით ხალხს და პროსტა ვიწყებდით ლაპარაკს და ძალიან ბევრმა გითხრა რომ ძალიან კაი მოსასმენი არის რაზეც ლაპარაკობთ ან ესე კონკრეტულ რაღაცაზე არ ვლაპარაკობდით რა ну ნიჭი გაქვთ რომ ჯგუფში თქვენ ან ნიჭი ან უბრალოდ ისაუბროთ და ყველამ თქვენ გისმინათ ეგ ძალიან კაი ნიჭია სხვათა შორის ან უბრალოდ ქსიამოვნებს ნიჭს მაინც ყურადღების ცენტრში ყოფნა ქსიამოვნებს მაინც ეგ კომპლექსები უფრო რაღაც ვიდრე ნიჭი მე უბრალოდ ლაპარაკი მიყვარდა ხოლმე პირველად საერთოდ სკოლაში მესამე კლასში გამაგდეს გარეთ იმის გამო რომ სულად კი არ ვიქცეოდი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობდი და შეიძლება იმის მერე გავიტრამვე მაგის გამო მაგრამ მაინც მაგას გავყევი და ჩემი ზოგადი და ძირითადი კარიერა მაინც ტრენინგის სფეროში იყო სადაც დღემდე იმ პირველ მასწავლებელს უმტკიცებს რომ ლაპარაკი ცუდი არ იყო თურმე რა და თავისუფლება ჭირდებოდა მე რა თქმა უნდა და ხალხთან ურთიერთობა და უშუალოდ ის რომ საუბრობ და სხვამ უნდა მოგისმინოს რომ ნუ სიამოვნებდა ყოველ შემთხვევაში ეს საუბარი გამოგვაჩენს საუბარი მეტყველებს ჩვენზე აი ეგ ინტრო რო ჩავხურო ერთ სიტყვით ნუ ეგ იყო ერთ-ერთი კიდე მთავარი მოტივი გარდა იმისა რომ ბევრი სხვა რაღაც გვაინტერესებდა ბოლოს შევჯერდით რომ რაზე შეგვიძლია უფრო ისეთზე ვილაპარაკოთ რომ ხალხსაც აინტერესებდეს და თან კომპეტენცია გქონდეს რაღაც დონეზე და თან მარტო ჩვენი ის არ იყოს ჭიის გახარება ეგეთი საბოლოოდ აღმოჩნდა მაინც ეს სამსახურეობ კარიერა რა
იმიტომ რომ მე და ეს რო დაგსვა ძირითადად სერიალებზე და ფილმებზე ვისაუბრებთ, მაგრამ მაგაზე არსებობს უკეთესი კონტენტი ინგლისურენოვანი მithume და სამწუხაროდ კი, იმიტომ რომ ჩვენ აი ერთი სერია შეგვიძლია ვატრიალოთ. უკეთესად ერკვევიან, არა, უკეთესადაც ერკვევიან. ხო, ჩვენ უფრო ემოციურ დონეზე განვიხილავთ, ვიდრე კრიტიკულად რა. ხო, და ნუ შევჯერდით ამ კარიერაზე, ახალი ჩამოსული ვიყავი ბრიტანეთიდან მაგ პერიოდში, ბევრი მქონდა დაგროვილი სალაპარაკო ჩემ კულტურულ შოკებზე. აი, ეგ ძალიან საინტერესო იქნება. გადავალთ რა საკვირველია მაგაზეც. მე საქართველოში დაბრუნებაზე, ამ კულტურულ სხვაობებზე შედარებაზე, ყველაფერზე და ამიტომ პირველი ეპიზოდი დავიწყეთ მაგით. და ამავიწყდა რა რითი დავიწყეთ ამაზე საუბარი, რის განსამარტად დავიწყე ამ ინტროს. რა იყო, რა არის თავარი მიზანი რა გაქვთ? ხო, რეზიმ კარგად გაშალა ის საკითხი, რომ ჩვენ არავის არ ვაძალებთ, ანუ არ გვაქვს ეს აჯენდა და რაღაც წინასწარ მომზადებული საკითხი, ანუ არავის არ ვუთანხმებთ, რომ აი შენ უცხოელი ხარ და ჩვენ ქვეყანაზე ესე უნდა ისაუბრო, ან ესე. მით უმეტეს, აი ჩვენ ბოლო 2 ეპიზოდს თუ ნახავთ, ორი სტუმარი არის რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ერთი გვაქებს და გვადიდებს და მიძახის რომ ანუ ამაზე მაგარ ქვეყანაში არ ყოფილა. ჩვენ არა საქართველოს გულისხმობს. ხო, ანუ ქვეყანაზეა საუბარი რა. და მაგის შემდეგი სტუმარი იძახის პირიქით მარტო გვაკნინებს რა. და ამ ბოლო ეპიზოდზე ძალიან გავარდა. ზოგადად ეგრე არის კრიტიკა უფრო იქცევს ხალხის ყურადღებას და უფრო გავარდა და დაგვიწერეს ბევრმა რომ იმაშვებითო რა ქვეყანას აკნინებთ და არაკეთებთ კარგ საქმესო რა. მაშინ როცა ერთი კვირის წინ პირიქით სხვანაირი სტუმარი იყო და მარტო ქვეყნის დიდებაში ვიყავით რა. ხო და მაგით მესიჯი ის არის რომ ანუ ჩვენ არ გვაქვს ანუ არავის საქმეში ხვირს არ ყოფთ ასე ვთქვათ, რეალური ნამდვილი პერსპექტივა გვაინტერესებს ხალხის და მაგ კუთხით მიდის ეს ყველაფერი რა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიქნებით ისეთივე ობიექტურები შენ გადაცემაში სადაზღვევოზე ჩვენ ლიმიტირებულ პერსპექტივებს გაგიზიარებთ და ამიტომ ძალიან ვერთობით ხომ ელაპარაკში, ამიტომ არ მინდა რომ რაღაც მოვიპაროთ და რაღაც ის გავაკეთოთ. სწორედ ამ მოლოდინით მოგიწვიეთ სტუმრად ასე რომ მაინც მინდა რომ რაღაც შენი სტრუქტურისკენ წავიდეთ და შენ დაგვაკვალიანე და ძალიან თუ გავერთობით საუბარში გაგვაწყვეტინე და მოკლედ რა. კარგი, მაშინ სერიოზულ კითხვას გამოვუშვებ, ხო? რისთვისაც მოვედი და მინდოდა რომ თქვენთვის მეკითხა. აი, ნუ თქვენც ალბათ იცით, ქართველები ხართ და ყველა მიცის ჩემ მამაყურებელმა, რომ აი ჩვენ მოვდივართ ისეთი პერიოდიდან, როცა საქართველოში მუშაობა სამსახური იყო რაღაც იშვიათი გამონაკლისი და საერთოდ იმ პერიოდიდან მოვდივართ, როცა ადამიანები მუშაობდნენ ზოგჯერ ხელფასის გარეშეც კი მარტო იმისთვის, რომ აი რაღაც კარგი დრო დადგება, მე ადგილი შევინარჩუნო და აი ამისთვის აგრძელებდნენ მუშაობას. მოკლედ აი ესეთი დრო გვაქვს 90-იანი წლების პერიოდი გამოვლილი. დამსაქმებელი თითქოს შეიმჩნევა დღესაც, რომ სარგებლობს ამით და სთავაზობს დასაქმებულს იმაზე გაცილებით დატვირთულ სამუშაოს, ვიდრე ვთქვათ მის აღწერაში არის. თუმცა ვიგებთ საზღვარგარეთ, რომ რადიკალურად შეცვლილია იქ სამსახურები პირიქით ცდილობენ, რომ პროფესიონალები მიიზიდონ და ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რომ რაც შეიძლება კარგი ტიპი მათთან იყოს სამუშაოდ. აი, მინდა გკითხოთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რახან აი შენ ახსენე, რომ ბრიტანეთში გაქვს მუშაობის გამოცდილება, ან უცხოელ დამსაქმებლებთან გაქვთ მუშაობის გამოცდილება, ასევე სტუმრები გყავთ ბევრი უცხოელი მათი გამოცდილებები იცით. აი, გაგვიზიარეთ რა ხდება სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით. რეზი ალბათ მე ხომ ამაზე. ბატონო, შეგიძლია დაიწყო. ღრმა კითხვაა ძალიან და ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხს მომიწევს შევეხო რა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ სწორად აღნიშნე შენ, რომ ძალიან დიდი ეტაპი აქვს განვითარების საქართველოს გამოტოვებული სხვადასხვა მიზეზების, ძირითადად გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. ვინაიდან ჩვენ ეს ეტაპი გამოვტოვეთ, გვიან მოგვიწია რაღაც იმ საწყისების გავლა, რაც მაგალითად, ბრიტანეთმა როდის გაიარა ღმერთმა ძალიან დიდი ხნის წინ და იყვნენ ძალიან დიდ ხანს უკვე იმხელა იმპერია იყო, რომ მთელი ფინანსური ინსტიტუტები მაგათგან მოდის, შემდეგ ამერიკა აღმოცენდა, რომელმაც ყველაფერში გადაასწრო, იქ იყო მერე ცივი ომი საბჭოთა კავშირს და ამერიკას შორის იდეოლოგიური
არსებობდა სხვადასხვა სამუშაო კულტურები და ჩვენ ვიყავით ერთად ამ საბჭოთა კავშირის ჭრილში მოქცეული რა. საერთოდ სხვადასხვა კულტურა არის, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, შეიძლება აღნიშნე რომ ანუ რატომ ვართ იქ რომ დღეს კომპანიები წურავენ ასე ვთქვათ თანამშრომლებს და მაქსიმუმის ამოღება უნდათ. არ მინდა რომ რაღაც ძალიან ლიბერტარიანული ის გამომივიდეს ფილოსოფია, მაგრამ ეგ ეტაპი ყველა იმ ქვეყანამ გამოიარა, ვინც ეხლა არის იქამდე, ვინც უკვე აღნიშნე რომ დღეს უკვე თანამშრომლების უფლებებზე მუშაობენ და ტოპ ტალანტების წართმევა ხდება და ასე შემდეგ. საქართველოშიც ხდება ეგ, აქვე დავაფიქსირებ. უბრალოდ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ცოტანი ვართ, ნაკლებად განვითარებული ქვეყანა ვართ და არის რაღაც top 1%, სადაც ტოპ ტალანტებზე მართლა მიდის ნადირობა რა. ალბათ შეიძლება 5%-იც კი დავარქვათ მაგ ხალხის რაოდენობას რა. მაგალითად ყველა მიცის რომ ქვეყანაში პროგრამისტებზე და რაღაც ისეთ რა გამორჩეულ ტალანტებზე ყოველთვის წავა ბრძოლა და არ მინდა ეხლა რაღაც რამდენიმე კომპანია ვახსენო მონოპოლისტები ვინც ერთმანეთს ართმევენ ამ კადრებს ხო ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის რა დანარჩენი საშუალო რანგის მენეჯერებზე და მის ქვემოთ ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება სწორად აღნიშნე რომ აი კომპანიებმა დაიწყონ რომ აი ეს მენეჯერი პირიქით უნდა ამის мотиваციაზე ვიმუშაო და არასდროს არ დავკარგო და პირიქით ხვებს უნდა წავართვა არა ხო უფრო ჩანაცვლებადი სიტუაცია არის იმიტომ რომ რაც არ უნდა კომპეტენტური კადრი ყავდეს თუ იგივე კადრს მოიყვან რომელიც თანახმაა რომ კვირაში 60 საათი გემუშაოს და რაღაც ზედმეტი მცდელობა ჩადოს თავის ყოველდღიურობაში რომ იმ ტალანტის დონეზე ავიდეს მაინც ეგ გაწყობს რა კი შრომითი კოდექსი ირღვევა ბევრი რაღაც ირღვევა მაგრამ ფურცელზე არსად არ იწერება და ეგეც ძალიან ბუნებრივი არის რა აი ძალიან საინტერესო ამბავთან მიხვედი ეხლა რაღაცნაირად ჩემს კითხვაში ისეთ გამოვიდა რომ თითქოს გავაკრიტიკე დამსაქმებელი აი შენ სწორად თქვი რომ არსებობს ვიღაცა 1% პროფესიონალების ვისაც მიდის ეს კონკურენცია მაგრამ დანარჩენი მასაზე არ მიდის აი მასიდან ადამიანი როგორ უნდა გახდეს რომ იმ 1%-ში მოხვდეს ანუ როგორ გავხდეთ ანუ რა კრიტერიუმები განგვსაზღვრავს ჩვენ ვართ აი პროფესიონალები. გარდა იმისა, რომ შეიძლება განსაკუთრებული პროფილი არ მქონდეს, მაგალითად, ენერგეტიკოსი არ ვიყო, რომელიც ძალიან თიძე ჩამოსათვლელია. მაგალითად, ვიყო ჩვეულებრივი პროგრამისტი, სტანდარტული, ეხლა ალბათ გამიფრაზდებიან პროგრამისტები, მაგრამ როგორც ყველა არის, მაგრამ ყველასგან გამორჩეული როგორ ვიყო? ყველასგან ანუ როგორ დავბუსტო ჩემი იმიჯი? აი მე შემიძლია გითხრათ მაგაზე, რომელიც რეალურად ლევანის გასაცემი პასუხი არის. იმისთვის რომ ნებისმიერ სადღაც აგიყვანონ, ის რაღაც განსაკუთრებული, ანუ ესე მიმაჩნია მე, ესე ვიტყვი, რომ არ არსებობს საქმე, რასაც რეალურად ვერ გააკეთებს ადამიანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს, უბრალოდ იმ პოზიციაზე მთავარი არის, რომ რაღაცნაირად დაიწყო, რაღაცნაირად აგიყვანონ. აი ეგ რაღაცნაირად რო აგიყვანონ არის საკუთარი თავის მაქსიმალურად კარგად გაყიდვის უნარი. რაც მენაკლებად გამაჩნია, მაგრამ აი ლევან შეუძლია ძალიან კარგად საკუთარი თავის ისეთნაირად წარმოჩენა, რომ თავარი არის, რომ აი მოხვდე ადამიანი პოზიციაზე, აი მის მერე ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ რაღაც შეიძლება აუთვისებელი იყოს ადამიანისთვის, რაღაცას თავი ვერ გაართვა, იმიტომ რომ ისედაც გასწავლიან თან იქ, ისედაც არის ტრენინგები, როგორ შეიძლება ამ საქმის წარმართვა, მაგრამ თავარი არის როგორ მოხვდე ამ პოზიციაზე. აი ეგ გამოსდის კარგად ლევანს. ბევრი სწორი პოინტი გააკეთა რეზიმ გარდა იმისა, რომ მარტო გაყიდვაზე არ არის აქ საუბარი რა. რეალურად ისიც კომპეტენცია არის, რომ იმ ადგილზე მოხვდე ამ რაღაც სწორი ნაბიჯებით. აი, დავიწყოთ თავიდან, ხო? მოკლედ, ანუ იმაში სრულიად გეთანხმები და ეგ მართლა მასე არის რა, ანუ რაღაც პოზიციაზე რო კორპორატიული ცხოვრება არ არის ასტროფიზიკა და ანუ არ არის რაღაც ისეთი მეცნიერება და ისეთი საკითხი რომ ვინმე საშუალოზე მაღალი ან თუნდაც საშუალო ინტელექტის ადამიანმა დიდი მცდელობის ხარჯზე ვერ ისწავლოს.
თუ 100 ადამიანი რაღაცას აკეთებს, 101 შენს აუცილებლად გართმევ თავს აი, რომ დაახლოებით. გააკეთო. მან უფრო დისციპლინა და რაღაც მონდომება უფრო თამაშობს დიდ როლს, ვიდრე განსაკუთრებული ტალანტი. განსაკუთრებული ტალანტის სფეროები ძალიან ბევრია და ეხლა შორს წაგვიყვანს ეგ საუბარი, მაგრამ თუ საუბრობთ აი შერა მაგალითიც მოიყვანე მაგალითად რომ ანუ ვარ სტანდარტული ეს და ის ცხოვრობ ანუ ესეთ ტიპის სტანდარტულ სამსახურში როგორ გავხდე როგორ გამორჩი. ხო რა ანუ მან შემოდის უკვე როგორი სკილები იცი რომ მაგალითად ძალიან ბევრ თანამშრომელი ყავს ყველას ვისაც ყოველდღიურობაში ხედავ და ატყობ რომ ანუ იმისთვის ყველაფერი გარდა იმ რაღაც თავისი კონკრეტული დავალების არის ძალიან დიდი დისკომფორტი. მე როდესაც MBA-ზე წავედი მანჩესტერში, მთელი ჩემი სწავლება იყო არა ის ფინანსები და არა ის კორპორაციული ფინანსები, რა ვიცი, სტრატეგიული ფინანსები, merger and acquisition, რა მილიონი საგანი იყო იქ. არაფერი ისეთი არ იყო, რასაც YouTube-ზე ვერ ისწავლი შენით, რო ჩაუჯდე კარგად. მან უფრო იყო რომ რეალურ სიტუაციებში დაჯახება იმ პრობლემებთან, რასთანაც გიწევს გამკლავება თუ შენ მოხდი იმ რაღაც Amazon-ში, ან Revolut-ში, ან ნებისმიერ ისეთ კომპანიაში, ვისაც ნუ მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ მე მუშაობ რაღაც ეგეთ ტიპის კომპანიაში რა. მან უფრო იმაზე არის როგორ აუწყობ იმ ტემპს თავს, გაუძლებ იმ ტიპის სტრესს, რაც ყოველდღიურად მოდის, ისეთივე ეფექტური იქნები ეგეთ გარემოში, როგორიც სახში რო დაგსვას და რავი 50 საათი რომ მოგცეს ვიღაცამ რაღაც ერთ კონკრეტულზე სამუშაოდ. ეგ ხო ძალიან დიდი კომფორტი არის. იქ რომ მოხდები, ეგრე შარპ, ეგრე გამჭრიახი ხო ვეღარ იქნები, ხო? ეგეთი სკილები შემოდის უკვე თამაში რა. ხო და ეგ ყველა უნარი რაც ვახსენე არის გამომუშავებადი. არავინ არ იბადება მაგით რა. ნუ არის რაღაც ფსიქოპატების კატეგორია, ვისაც ემოციური სტრესს ვერ გრძნობენ და დადებითი ფსიქოპატები. დადებითი არა, მაგრამ ნუ ეგეთ ხალხი ადის რა იმ 1%-ში, იმიტომ რომ წარმოიდგინე რამ ხელა თავისუფლება გაქვს თუ არ გრძნობს სტრესს. ანუ მეუბნები რაღაცას სტრესავ, არაფერი არ იცვლება ჩემთვის და მაინც რაღაც აფიოთ შემიძლია აზროვნება რა. ფოკუსში ხარ. ძალიან ბევრი დონე არის ამ სტრესის სტრესულ გარემოში ყოფნის რა. მაგალითად ბოლო თითქმის 2 წელი, ნუ ზუსტად 2 წელი არ იყო, გამოვიცვალე 2 ეს სწრაფად მზარდი კომპანია. ერთი იყო Revolut-ი, ერთი იყო კომპანია DEEL, რომელიც არის HR პლატფორმა, გლობალური payroll-ის პლატფორმა. ჯერ კიდევ ითვლება სტარტაპად, მაგრამ ნუ უკვე რაღაც 15 მილიარდის შეფასება აქვს და ნუ ძალიან დიდი კომპანია რეალურად რა, მაგრამ არ არის publicly traded საფონდო ბირჟაზე არ არსებობს ჯერჯერობით რა. და ყველას საქართველოში რავი ალბათ 100 ადამიანიდან 99% გეტყვის რომ ეგეთი ტიპის კომპანიაში მუშაობა ძალიან სასურველია, ვინც კი კარიერას აკვირდება რა, იმიტომ რომ სრულიად დისტანციურია, გიხდიან ქართულ საშუალო ხელფასზე ძალიან ბევრად მეც არ დავკონკრეტდები, მაინც ნუ არის რაღაც იქ რაზეც აწერ ხელს რო არ შეგვიძლია რაღაცების თქმა. ძალიან კარგად გიხდიან. უბრალოდ იქ არ წერია ეს შრომითი უფლებები, რაზეც ვლაპარაკობდით, არაფერი, ხარ კონტრაქტორი ჩვეულებრივი და გაქვს პროექტები. არ გაქვს სამუშაო გრაფიკი, გეძლევა რაღაც უამრავი პროექტი, რაც კვირიდან კვირამდე უნდა გააკეთო. და უნდა აღწეროთ ან როგორ გააკეთე, რაღაც კვირის დასაწყისში წერ ამ კვირაში რაზე ხარ ფოკუსირებული და კვირის ბოლოს წერ ამ კვირის გამარჯვებები რა იყო. მაქსიმალურად ვცდილობ რომ თარგმნო ის ტერმინოლოგია, არ ვიცი რამდენად გასაგები იქნება ხალხისთვის ზოგადად. ჩემთვის ძალიან იდეალური გარემო და დახატე და სტრესი სად არის მან? სტრესი სად არის? სტრესი სად არის? აი, იღვიძებ დილით და ვაუ. Slack-ში ხდება ნუ დილას ვეძახე, ნუ აი დილით გაიღვიძე რა. ოღონდ ღამე ძალიან გაგიჭირდა დაძინება, იმიტომ რომ უკვე რაღაც 50 მესიჯი ჩახურე ისე რომ არ გაგიქცია პასუხი. Slack-ში ხდება 3 სხვადასხვა time zone-დან მოწერილი მესიჯები. ამერიკის ზონიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, აზია პაციფიკ დროიდან მოწერილი რომ ამაზე რა ხდება, იმაზე რა ხდება, ამაზე რა ხდება. ყველას უნდა დაუბრუნდე, ოღონდ ისე რომ ჯერ უნდა გადაამოწმო ეს ყველაფერი. შემიძლია ტექნიკურ დეტალებშიც შევიძე ხარა რა ტიპის საქმეები იყო. ძირითადად იყო რომ სწრაფად მზარდ ტექ სტარტაპებში პროდუქტი და თვითონ ეს სოფტვეარი არის ძალიან გაუმართავი და ყოველდღიურად ჭირდება გაუმჯობესება რა. იქ რაღაცა გაჭედავს, იქ უხარვეზი იქნება და კლიენტამდე სწორად რომ მიხვიდე, როდესაც მით უმეტეს ამ სოფტვეერს ყიდი,
ყველა სხვადასხვა stakeholder-თან და გუნდთან უნდა გადაამოწმო ეს ყველაფერი, რომ ეს ნამდვილად იმუშავებს და მე შენ უნდა მოიდგო კლიენტის როლი, რომ უნდა გატესტო, რომ მართლა მუშაობს და იმიტომ ძალიან ძვირიან რაღაცაზე ვლაპარაკობთ რა. ანუ პროდუქტი არის ესეთი, რომ შენ რო დღეს კომპანია დაარსო საქართველოში და რომ მოგინდეს ინდოელების დაქირავება აქედან. ვინც მაგალითად პოდკასტერი ხარ, ედიტორები გჭირდება, რომლებიც უფრო იაფად დაგიედიტებენ ვიდრე ლოკალურ ბაზარზე. ეს კომპანია 딜ი წავა და აიყვანს ამ ხალხს შენთვის იქ ლეგალურად ყველაფერს მოაგვარებს, ხო, შენ ამ დილს გადაუხდი ფულს. ის 딜ი კიდე მოგიგებს მაგაში რაღაც მარჟას და ინდოელებს ისე აგიყვანს, რომ შენ მაინც მოგებაში დარჩები რა. აქ რო აგიყვანა მაგალითად რავი 5 ედიტორი. ის ინდოელები კიდე ბევრად უფრო კომპეტენტურები არიან, იმიტომ რომ იმ ბაზარზე ანუ ყველა ძალიან ბევრი არიან რა და იქ ტოპ ტალანტების მოძიება მაგ კუთხით ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ რაღაც იმან 60 საათ დაუთმო კვირაში რომ განევითარებინა რა. ხო და ამ დილმა მოგიტანა ეს ხალხი უფრო იაფად და შენ დილს უხდი ამ ფულს. ოღონდ ეს 딜ი რა პლატფორმასაც გაძლევს, ის ხო გამართული უნდა იყოს და ხო უნდა მუშაობდეს. ამის უკან მუშაობს კიდე 1000 კაცი და იმ 1000 კაცს დამენეჯმენტება ჭირდება, პროცესები ჭირდება, ყველა სამსახურში დროულად უნდა გამოცხადდეს, წყვეტები არ უნდა გქონდეს, რა ვიცი რა, უნდა არკვევდე ვინ სწორად მუშაობს, ვინ არა და მაგის ის ვიყავი რა, ასე ვთქვათ, ანუ ეგ იყო ჩემი მოვალეობა, რომ ეგ ყველაფერი წასულიყო smoothly როგორ გადავთარგმნო ქართულად. არა, ქონია სტრესი. წყალივით, ხო, კაი ტერმინია. სტრესი ქონია ნამდვილად კი. ანუ შენი სტრესი იყო ძალიან ბევრი საქმისგან გადაწვა. ხო, ანუ ვერ ისვენებ ეგეთ კომპანიებში რა. ეგეთ კომპანიები, ჩემი თქმით, იმედია რომ ამას არავინ არ გადათარგმნის და იმათ არ გააგონებს, მაგრამ ეგეთ კომპანიები უნდა გაწურო, პროსტა რაღაც 1 წელიწად ნახევარი უნდა იმუშაო, დანაზოგი უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მართლა კარგად გიხდიან. და მე რა ვიცი რა, მე დაისვენე ცოტა, გადავდი ცოტა ტრადიციულ კომპანიაში, სადაც ადამიანების უფლებები არსებობს. და ამიტომ მოაყოლე ეს, რომ ეს სტრესის ლეველები მეც რომ მეგონა თავის დროზე რომ საქართველოში ვისტრესებოდი თურმე გადადიხარ და იმ ქვეყნებშიც რომლებისკენაც ჩვენ მივდივართ, არც იქ არ არის მარტივად საქმე რა. ძირითადად არა მარტო ქვეყნებზე, არამედ კომპანიებზე არის უფრო რა, სად გაქვს მაღალი სტრესი და დაბალი სტრესი. მოკლედ დიდი დატვირთვით მუშაობა მარტო ჩვენთვის არ არის. არ გეთახმები იმაში რომ დიდი დატვირთვით მუშაობთ თან, ანუ ბოდიში. ჩვენ თუ საუბრობთ რაღაც უკვე მენეჯერულ როლებზე და რაღაც საშუალო რგოლის მენეჯერებზე მით უმეტეს. ეგ არის საუკეთესო პოზიცია საქართველოში რომ მოხდე, იმიტომ რომ თითქმის არ გაქვს სტრესი. ანაზღაურებაც ნორმალურია ასე თუ ისე ჩემი გადმოსახედიდან რა, ანუ იმიტომ რომ მე ორივე მინახავს. ხო, ალბათ სფეროს გააჩნია. შეიძლება, ხო. იმასაც გააჩნია რომ აი უნდა ნახო სხვაგან როგორ მუშაობენ იგივე რგოლის მენეჯერები რა. მე შეადარო შენი თავი და მიხვდე რომ თურმე სამოთხეში ყოფილხარ და. ხო, ანუ მეცაც გადაგიხდიან იქ რა, მაგრამ ხარჯიც მეტი გექნება, გადასახედებიც მეტი გექნება, ის კომფორტი არ გექნება რომ შენ ქვეყანაში ხარ და ნაკლები ბიუროკრატია გაქვს და წლომა გაქვს ჯანდაცვაზე და მსგავს რაღაცეებზე, აი ბევრი ფაქტორია რა გააჩნიას, აი რაზე გვინდა ერთ გადაცემაში ძალიან ძნელია რომ ჩაატიო ეს ყველაფერი რა. ეხლა ერთ კითხვას რომ მისვამ, იმდენი რაღაც მახსენდება უბრალოდ რომ ვიცი რომ აი მივდივარ სხვაგან ისევ რა. ჯობია რომ მოდი სტრუქტურას გავყვეთ ისე. აი საინტერესო რაღაცა საინტერესო იქნება ეხლა ამ საუბარს თან კარგად მიემბება ჩემი აზრით, რომ აი როგორ ვიპოვოთ თუ არსებობს ამის პოვნის შესაძლებლობა თუ არის ბალანსი, ანუ ჩვენს კარიერასა და როგორ დავარეგულიროთ სამუშაო დრო და პირადი დრო ისე რომ ჰარმონიული იყოს და არ გადავიწვათ. არის ამის მიღწევა შესაძლებელი თუ როგორც დღეს ძალიან ბევრისგან მსმენია რომ ოცნებობენ იმაზე რომ პენსიაში გავიდნენ, ჩვენც უბრალოდ ეს პენსიაში გასვლა არის ერთადერთი ხსნა რომ დაისვენოთ. თუ შეგვიძლია მანამდეც ბალანსი ვიპოვოთ. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. აი სამსახურიდან რომ გამოვალთ, გქონდეს ხალისი იმისა, რომ ვიცხოვროთ და სამსახურში რომ მივდივართ, გვიხაროდეს და ბედნიერი ვიყოთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ. აი ამის მიღწევა თუ არის. ძალიან კარგი კითხვაა. ესე ვიტყოდი, ბალანსი რო დავიცვათ, აი პირველ რიგში დავიწყოთ აქედან.
მე თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ზუსტად ეგეთ სამსახურში ვარ, ანუ 9-დან 5-მდე, 10-დან 6-მდე, 11-დან 7-მდე რა მნიშვნელობა აქვს სტანდარტულ სამსახურში და ვიღაცისთვის თუ შეიძლება ეს იყოს რაღაც ცუდი ან ძალიან ერთფეროვანი, მე არ მიმაჩნია ეს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ აი ჩვენი პოდკასტიც იმაზე არის, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს გავექცეთ. სინამდვილეში დაკავებული როდესაც ხარ ადამიანი ზუსტად ეს პერიოდი გონია რომ ძალიან ბენეფიტური არის შენი შინაგანი სამყაროსთვის. აი მაგალითად უფრო ნაკლებად მიმაჩნია რომ ეგეთ ადამიანს შეიძლება დეპრესია ჰქონდეს ისეც ვინც დაკავებული არის და არ აქვს რეალურად საფიქრალად რაღაც სხვა საკითხებზე. ბალანს რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში ხა ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, როდესაც გამოვდივარ იქედან, იმის მერე სამსახურზე ფიქრი აღარ მიწევს საბედნიეროდ. ნუ ხა არის სამსახურები, სადაც რომ მორჩები მაინც გიწევს იმაზე ფიქრი, მაგალითად ხვალ რა როგორ დავგეგმო და რას როგორ შევასრულებ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რომ გამოვდივარ ის იქრჩება და რეალურად დროც ნორმალურად მყოფნის. აი პირველი კითხვა ქონდა კიდე იქ ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც რა, ანუ ვიღაცა შეიძლება არ მოეჩვენოს ეს ბუნებრივად რა პასუხსაც ახლა გაგცემთ, მაგრამ აი მე რა საქმესაც ვაკეთებ ჩემ სამსახურში. მგონია რომ ადეკვატური ანაზღაურება მაქვს და მაგალითად ანუ ვიღაც თუ იტყოდა რომ უფრო მეტი მეკუთვნის ძალიან მარტივად შევეკამათებოდი რომ ანუ იმდენს არ აკეთებს რომ რეალურად მეტი ეკუთვნოდეს. ანუ მე ვიძახი იმას, პირადად მე თვითონ რა თქმა უნდა გამიხარდებოდა უფრო მეტი რომ მქონდეს ანაზღაურება, მაგრამ აი არ მიმაჩნია რომ რეალურად მეტი მეკუთვნის იმაში, რასაც მართლა ვაკეთებ, რასაც აი საქმის გაკეთება ქვია. ამიტომ ზოგადად ესეთი სამსახურები ცუდად არ მიმაჩნია. უკეთესი არის თუ ნებისმიერი ადამიანი რაღაც სხვას დაიწყებს, რაღაც პირადს ააშენებს, ყველას უბრალოდ ამის ფუფუნება არ გააჩნია, მაგრამ ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს ესეთ სამსახურში მუშაობას. ნუ დაწყებული სტაბილურობიდან, ნუ თუ რა თქმა უნდა ნორმალურ კომპანიაზეა საუბარი, ახლა მე მიმუშავია საჯაროშიც და საერთაშორისო კომპანიაშიც, საჯაროშიც ვიტყვი რომ რეალურად იმდენს ვიღებდი რამდენიც მეკუთვნოდა და ვერ ვიტყვი რომ აი უფრო მეტი ძირითადად მეც იღებენ ხო? არა, აი მართლა გულწრფელად ვიძახი რა, ანუ გულწრფელად ვსაუბრობ, რომ რა თქმა კარგია თუ მეც გადაგიხდიან, მაგრამ რომ აი მართლა რომ გაშალო დღის მანძილზე ვინ რას აკეთებს ვერ მიცემ უფრო მეც. ანუ შენ ამართლებ იმ ეგრეთ წოდებულ ფრთიან ფრაზას, რომ რამდენიც გაქვს ანაზღაურება, ის არის შენი კომპეტენცია, რასაც იმსახურებ, ის გაქვს, თუ უფრო მეტად მოინდომებ, უფრო მეტი გექნება. ანუ რაღაცა ეგეთი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა, აი მაგას ეთანხმები. ყოველ შემთხვევაში მე სადაც მუშაობ კი თუ ადამიანი რაღაცა უკმაყოფილოა, ესე იგი არაკეთებს ბოლომდე, არ ინდომებს ბოლომდე, რომ შეცვალოს ის გარემო, რაც მე მაქვს კონტრკითხვა. მაგის საპირისპირო რა არის? ანუ აი თუ არ ინდომებს მაშინ რა მოვალეობა აქვს კომპანიას და რატო უნდა იყოს ის ადამიანი, აი რატო უნდა ქონდეს აი ეს ბალანსი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ რა. ან საბოლოოდ ხო იმაზე დადის ბიზნეს ღირებულებას ქმნის თუ არა ნებისმიერი აი რედუქციულად რომ მივიდგეთ და რაღაც ძალიან მარტივი ბიზნესით რომ დავიწყოთ რა. მე მაგალითად შევქმნი ეს სტუდია, რომელსაც ვაქირავებ. გადავიხადე მთელი ეს თანხა ეკიპირებაში, სტუდიის რემონტში, გავრისკე, არც ვიცი ეს თანხა დამიბრუნდება თუ არა, ხო? ანუ თავიდან საწყის ეტაპზე რა. მე რომ იმ კადრებს ავიყვან ოპექსურად, ანუ ოპერაციული ხარჯების კუთხით ეს კადრები ხო უფრო ნაკლები უნდა მიჯდებოდეს, ვიდრე მოთხოვნა არის ამ სერვისზე, ხო? და ნუ კაი, სერვისიდან შემოდის რაღაც თანხა მაგალითად რა. და კი იქ ჩემზე არის რაღაც მომენტში ალბათ მართლა ძალიან დიდი მოთხოვნა თუ არის და ძალიან დიდ თანხებზე თუ ავედი, კი მე ჩემ კეთილსინდისიერებაზე არის, რომ ანუ ბაზარზე უფრო მეც გადავიხდი ამ ხელფას და ამ ადამიანს წინ წავწევ და განმოვითარებ თუ არა და მაგაში მეც გეთანხმები, რომ ეგ კომპანიის მოვალეობა არის. მაგრამ თუ ამ ადამიანის ჩამნაცვლებლები არსებობენ, რომლებიც უფრო მეც მოინდომებენ და უფრო ტალანტებიც არიან, ანუ ხო ისევ ამ წრეზე ვტრიალებთ რა და ეგ არის, ანუ ისევ მად მივდივართ რა, ანუ საშუალო
average Joe-ს, რასაც ეძახიან ამერიკელები რა, მაგის ცხოვრება რატო უნდა გაუმჯობესდეს ან რატო უნდა გაუარესდეს, ანუ მაგის არგუმენტი ბევრი არსებობს რა. აი მე არ მიყვარს ხოლმე როგორ თქვა რა, აი წეგან რა ფრაზაც გააჟღერე, აი მაგალითად ეგ ფრაზები არ მიყვარს, რომ შენ იმ აზროვნებისკენ მიდიხარო, ისევ მონდომებაზეა და იმაზე. ანუ იცი რატო რომ თუ მონდომებაზე არ არის, მაშინ რაზე არის? მაგას ვერ ვიგებ რა, ანუ მოხდი კომპანიაში, მუშაობ სტაბილურად, კი ლოიალური ხარ, მაგრამ ბიზნეს ღირებულებას ხო უნდა ქმნიდე სტაბილურად. თუ აღარ ვითარდები რაღაც მომენტში, ანუ კომპანიას რატო აქვს მაშინ ის პასუხისმგებლობა, რომ გაგზარდოს თავისით. ძალიან საინტერესო მიმართულებით წავიდა. ეხლა ჩვენი საუბარი საერთოდ სხვას ველოდებოდი, მაგრამ არა და არ ვარ თან მე კლასიკური ლიბერტარიანელი რა, ანუ არ ვიძახი რომ კომპანიას და თანამშრომლის ისინი გინდა თუ არა ის არის რა, როგორ თქვა, მარტო რაც უკვე არ მინდა რომ ისეთი ფორმულირება მივცე რომ მე ისე ცუდად მოხდეს ვინმეს ყურში, ამიტომ 2 წამი ანუ აი იმას გულისხმობ, რომ ვიძახი რომ არსებობს კორპორატიული ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობებიც და შენ თანამშრომელს რო ყურადღებას უნდა აქცევდე და კარგად ექცეოდე, ეგ ისევ შენ ინტერესში არის რა. მაგრამ ეგ თუ ორმხრივად არ ხდება, ხო? ანუ ძალიან ბევრი ქართველისგან მომისმენია და მეც ვიყავი ეგ კატეგორია რა არის ამაში დასამალი რა, პატარა რო ვიყავ, ბევრი რაღაც არ მესმოდა და მეგონა რომ იმაზე მეტი მეკუთვნოდა, ანუ დიდ სურათს ვერ ხედავდი რა. ვაძლევდი იმ ბიზნეს ღირებულებას იმ კომპანიას, რომ რაღაც ეს ჩემი ეს პატარა ჭანჭიკი რაც ვიყავი იმ დიდი სტრუქტურის, გაშვება უფრო მარტივი იყო ჩემი თუ შენარჩუნება. და პასუხი თითქმის რავი 10-დან 9 შემთხვევაში იყო, რომ გაშვება უფრო მარტივი იყო რა, იმიტომ ჩემნაირი უფრო მეტ ღირებულებას მოუტანს თუ შენარჩუნება. ხო, და ჩანაცვლება უფრო კარგი იყო ბიზნეს ჩემთვის მაშინ, როცა საწყის ეტაპზე ვიყავი კარიერის რა და მე ხვდები უკვე რომ მაგიტო არის ისევ აი შენ რო ახსენე რა კარგ ქვეყნებში რა განვითარებულ ქვეყნებში რო ეს head hunting-ს რასაც ეძახიან თავებზე ნადირობა რომ ტოპ ტალანტების მოძიებაში პირიქით რო ბრძოლები მიდის მაგამდე რო ადიხარ აქაც ეგრე არის რა კარკადრებზე აქაც მაგარი წყვეტა მიდის რა აი უბრალოდ ეგ არის რომ საშუალო კომპეტენციის ადამიანები არ მინდა თქვა რომ ყრია მაგრამ გირჩევნია რომ ანუ ცოტათი უკეთეს თუ არის ერთი მეორეზე და ზედმეტად თუ იფასებს თავს ხო მაინც რაღაც მომენტში მაინც გიღირს უკვე ბიზნესურად რომ ჩაანაცვლო და ის გაზარდო შენ გემოზე ასე ვთქვათ რა. ხო, იცი, ანუ ძალიან საინტერესოდ წავიდა ჩვენი საუბარი და ანუ ადამიანი მივიდეს ამ აზროვნების ამ დონემდე, როდესაც თვითონ არ არის დამსაქმებელი, ეს ძალიან დიდი არ ვიცი დიდი აზროვნების თუ რაღაცის შედეგია, რომ აი მე როგორც დასაქმებული აზროვნების იმ დონემდე მივიდე, რომ პრობლემა დავინახო ჩემში, აი ეგ დიდი მიღწევა. მადლობა. ანუ შენ ეგ მე არ ველოდებოდი ამ გადმოსახეთს ეხა და ძალიან გამიხარდა და გაკვირვებული ვარ სასიამოვნოდ, იმიტომ რომ ანუ მეც დაახლოებით ეს ადამიანი ვარ, ვინც რაღაც ძალიან ადრეული ასაკიდან შრომობს იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოს და სულ ვერიდები რაღაცებზე წუწუნს, იმიტომ რომ თუ რაღაც არ მიდის კარგად, მგონია რომ რაღაც მე დავაკელი და რაღაც მე არ გავაკეთე ისე საკმარისად, რომ გამოსულიყო. მოკლედ ადამიანები უნდა მივიდნენ ამ აზროვნებამდე, რომ იმ 1%-ში მოხვდნენ პროფესიონალების, რომ მათზე ნადირობა დაიწყოს დამსაქმებელმა. ალბათ ეს ბუნებრივია, რომ უბრალოდ იმ 1%-ში ანუ ყველა ვერ მოხდა, მაგიტო ქვია 1%, რომ 99% სხვაგან იქნება რა. მე უფრო იმის თქმა მინდოდა ალბათ რომ გინდა თუ არა იმაზე კი არ არის რომ აი შენ თავში ეძებო პრობლემა რა პრობლემა შეიძლება ბევრად მარტივი იყოს რა რომ აი მაგალითად რაღაც ბიზნეს პრობლემა არსებობს რასაც შენ როგორც თანამშრომელი არ უნდა იყოს რომ აი ჩემი რა ქვია job description როგორ გადავთარგმნო ბოდიში რა მიყვარს მე თვითონ ეს ხო სამუშაო აღწერა არის ეს და ეს არის და ანუ ჩემი მიდგომა არ უნდა იყოს რომ სულ ამაზე ვიყო ანუ ამას თუ ვაკეთებ всё და თავი დამანებე მაგ მიდგომით ანუ ესე იგი არ ხარ დაინტერესებული მაგ სფეროში განვითარებით და
ისე რაც არ ხარ სწორ ადგილას რა, ანუ ისე რაც უბედური ხარ, ანუ არ მოგწონს რასაც აკეთებ რა. და კი ბატონო არ არის აუცილებელი მოგწონდეს და რაღაც რავი თავის შესანახად აკეთებ შეიძლება მაგ საქმიანობას, მაგრამ თუ იმაზე ვსაუბრობთ როგორ უნდა განვითარდე კორპორაციაში და შენი თავი უკეთესად როგორ გაყიდო არის რა იმაში Suits თუ გაქვს სერიალი, მან არის ძალიან მაგარი მომენტი ერთი ჰარვი დაუდგება პირველად მაიკროს და ეუნება რომ აი იმ ტიპს ხო ხედავ იქ რომელიღაც დეპარტამენტში მადრევეა ხო მე არც მაგ ნანახი რა ეგეთი მაგარი სერიალიც არის პროსტა მაგარი მომენტია ეგ ძალიან რა ამერიკა ხო რაც ეს კარიერისტული მისწრაფების ის არის ქვეყანა იყო ოდესღაც ეხლა რა არის არ ვიცი რა ხო და ჰარვი ეს უფროსი ეუნება მაიკროს რომ აი ამ ადამიანს ხო ხედავ იმ დეპარტამენტში რომ მუშაობს გაახედებს რა პროსტა იმ ტიპისკენ და ანუ მუშაობს აი რავი პარტნიორი ვერაზროს გახდებაო ეგო ო დღეში მუშაობს რავი 14 საათს თუ რაღაც თავს აკლავს რა მაგრამ ეს ვერაზროს ვერავაო იმ დონეზეო და რატო ანუ he seems like a hard worker თუ რაღაც ეგეც ეუბნება რა because he doesn't get it ანუ არ ესმისო რა ხდება ვაფშე კორპორაციაშიო რა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თუ არ ხდები ანუ სამსახურში რომ მიდიხარ რომ შენი მოვალეობები მოიხადო და უკან წახვიდე ეგ მართლა სამსახური და მართლა ის 9 to 5 არის რაზეც მე და რეზი ვღადავთ 24 საათი ჩვენ პოდკასტში რა და სამსახურში იმიტომ უნდა მიხვიდე არა მაგრამ თუ მიდიხარ და თან თუ გინდა რომ განვითარდე უნდა შეხედო როგორ უნდა განვითარდეს ეს ბიზნესი, რა როლი მაქვს და მანდ უნდა აღიქვ ცოტა ეს თვითცნობიერება უნდა გაიზარდო იმ დონეზე რომ ვინ ხარ რა როლს თამაშობ და თუ რაღაც ის მართლა პატარა ჭანჭიკი ხარ რომელსაც დაგიშვებენ ერთი წიხლის მოკვრით და მეორე დღეს ხვას მოიყვანენ უნდა იცოდე როგორც მინიმუმ რომ ეგეთი უმნიშვნელო ის ხარ რა ანუ დუერი არ უნდა ანუ ვინც მარტო აკეთებს და დაკარგულია თავის ყოველდღიურ საქმეში ეს ადამიანები ნაკლებად ფასდებიან იმ ადამიანებთან შედარებით ვინც პროაქტიულია და ლიდერულ თვისებებს ამჟღავნებს იმ პატარა კომპანია და თითქოს ბიძგს აძლევს ეხმარება თავის აზრს მოურიდებლად გამოთქვამს კომპანიის სტრატეგიებზე და შეიძლება ის პატარა ჭანჭიკი უფრო მეტ საქმეს აკეთებს და მაგიტო შედის ხალხი ძირითადად შეცდომაში რომ ვიღაცები მართლა ბევრად მეც მუშაობენ ვიდრე სხვები უბრალოდ ისინი რასაც მუშაობენ იმათ არ აქვთ ის სხვა უნარები რაც ასევე საჭირო არის და არ ჩანს მაგათი მუშაობა იმათზე მეტად ვინც უფრო სტრატეგიულად უდგებიან კორპორატიულ ცხოვრებას რა. აი და ხშირად ადამიანების უკმაყოფილება არის რომ მე ხო ყველაფერს ძალიან სკულპტუროზურად თუ როგორ არის ეს სიტყვა ვაკეთებ ყველაფერსში იდეალური ვარ და რატო თქვათ ჩემი კოლეგა დააწინაურეს და არა მე. მე მგონი დამსაქმებელი ამ დროს გვიყურებს ჩვენ და შენს პოზიციაზეც კარგი ხარ ამ ყოველდღიურ საქმეებს კარგად აკეთებს. ის უფრო ფიქრობს outside box to ანუ უფრო დიდი თვალსაჩინო აქვს და მეტი შეუძლია. ანუ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ყოველდღიური საქმეც გავაკეთოთ და ვაჩვენოთ კიდეც რომ მეტიც შეგვიძლია. ანუ არ მოგვერიდოს რომ ზუსტად მასეა როგორც აღწერე. უბრალოდ თუ ეგ იმ ხელა დისკომფორტია შენთვის რომ არ გააკეთებ მაგას, მაშინ უნდა შეეგუო მაგ მოცემულობას, ან უნდა წახვიდე და ისეთ საქმე აკეთო, რაც შენთვის უფრო მისაღები იქნება რა. ეგ არის ცხოვრებისეული დილემა, ყველანი ვაწყდებით მაგას რაღაც ეტაპზე. მეც არ მიყვარს ყოველდღე რაღაც ადრე გაღვიძება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა მეტნაკლებად მომწონს და ანუ რავი რა, ვერ ვიტყვი რომ რაღაც ცუდად გწნობ თავს, მაგრამ აი დავამატებდი რა. უკეთესად შეიძლება იყოს რაღაცა. შეხედეთ, აი ზუსტად იქ რაც თქვით, რომ მარტო იმ საქმის კეთება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიტყვაზე დაგაწინაურონ. აი ხა ერთ-ერთი წამყვანი კითხვა გახდა ამერიკაში მაგალითად ინტერვიუს დროს რა ჰობი გაგაჩნია ან ზოგადად ანუ შენი თვალსაჩინო სოფლხედველობა რა არის ანუ რას აკეთებს სამსახურს გარეთ აი რა მოგწონს აი ხა მაგალითად ანუ თქვენს რომ მოხვედით აქ სანამ დავიწყებდით პოდკასტს და უშუალო რაღაც საუბრები გქონდა და აღმოგვაჩნდა ის რომ დაუშვათ სრიალი გვიყვარს
იქ კიდე რაღაც საერთოები. ანუ ეგ იმდენად ბევრს ნიშნავს სინამდვილეში, ანუ კომპანიაში ის ვინც შენზე ზემდგომია და შენი ანუ მოვა დრო რომ შენ რაღაც ინტერვიუ გაქვს და შენ უფრო ახლოს აღმოჩნდები იმ ადამიანთან, იმიტომ რომ შეიძლება ავიღოთ რომ რაღაც ზღრული არის რაღაც 80% უნდა გადაცდე ამ რაღაც ტესტში, რომელიც უბრალოდ ტესტია და მეტი არაფერი. და ეხა რაღაც კანდიდატებში უნდა არჩიო შენ ვინ დაწინაურდება. ვიღაც შეიძლება თავს აკლავდეს და მართლა ანუ იდეალურად აკეთებდეს საქმეს, მაგრამ მეორეც აკეთებს იმ საქმეს, ოღონდ საკმარის დონეზე, მაგრამ აქვს შენთან გაცილებით მეტი საერთო. იმის მსოფლმხედველობა გაცილებით სხვანაირი არის, ის გაცილებით სხვანაირად უყურებს საქმეს და ეგეთი ადამიანი, როდესაც დაწინაურდება, ანუ ძალიან ბუნებრივია. ანუ ეგ კითხვა რასაც ანუ რა ჰობი გაგაჩნია და ანუ ეს ნიშნავს რომ ანუ შენ ანუ სამსახური ხარ მარტო ანუ ვიღაც რო გეკითხება ეგეც კარგი კითხვა რა რომ აი ვიღაც რო გეკითხება რომ ანუ ვინ ხარ და რეალურად ადამიანი საკუთარ თავს ახასიათებს პროფესიით რაც აბსურდია რეალურად გაცილებით მეტნი ვართ ვიდრე ჩვენი სამსახური არის და აი ამიტომ აი სიტყვაზე ჩვენი მშობლები რომ ბავშვობაში ნებისმიერ რაღაც წრეებზე გვტენიდნენ იქნებოდა ეს ცურვა სპორტი რაღაც პიანინო და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეიძლება არ მოგწონდეს მაინდა-მაინც შენი ნიჭი არ იყოს მაგრამ იმდენად გამოსადეგია რეალურ ყოველდღიურობაში და თუნდაც დაწინაურებაში ავიღოთ რომ ერთ-ერთი მოწინავე კითხვა გახდა ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით და ძალიან მივესალმები მე მაგას ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია ეგ მაგ-კითხვის ღრმა არის. ხო, აი იმიტომ რომ ალბათ გეხმარება networking-ში, რომ საერთო ინტერესები ადამიანებში უფრო ახლოვდებიან მარტივად და ხო, ანუ მოკლედ არ უნდა მოგვერიდოს იმ ინტერესების, რაც ბავშვობაში გვაინტერესებდა, რასაც ეხლა ვაკეთებთ. ანუ თავისუფლად უნდა ვისაუბროთ ამაზე, ყველა ადამიანი საინტერესოა და არ უნდა მოერიდოს მისი თავის. და უფრო მეტად მიმზიდველი გახდება დამსაქმებლისთვის, რომ დააწინაუროს. ანუ ჩარჩოებში არ მოვიქციოთ ჩვენი თავი. მოკლედ ესეთ სასაცილო ვიდეო თუ გაქვთ ნახი შენი უფროსი, რომელიც შენზე 10 ჯერ მეტს გამოიმუშავებს და ვიდეო რო არის, რომ ვიღაც Windows XP-თან რო 100 წლის კაცი ზის და იმას რაღაცას ანუ მაუსის დაკლიკება რო არის. Excel-ში რო რაღაცას და ანუ მაგის მორალი ის არის, რომ ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სკილებს და კომუნიკაციას და მილიონ სხვა რაღაცას კიდე და ანუ რაღაც უნარები არის გასამიჯნი რა ერთ ტექნიკური და სხვა უნარები არის გასამიჯნი ორივე თუ გაქვს ვაფშე ძალიან მაღლა ეგეთები ადიან როგორც წესი იმ პირველ 1%-ში რა მაგრამ ხო დანარჩენი სამყაროსთვის ვისაც ეს გვიჭირს და ორივე სასწაული გაქვს ან ვიღაცაზე მეტი უნდა გააკეთო ან კმაყოფილი უნდა იყო იმოცემულობით რაც გააქვს რა და ყოველთვის მასე იქნება ხა რა სისტემაშიც არ უნდა იცხოვრო ხო ის დასავლეთ ევროპა არის ერთადერთი შემთხვევა და ხშირად მომყავს ხოლმე დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა, ანუ სკანდინავიური ქვეყნები და გერმანია, ჰოლანდია და ეგეთები აქეთ დასავლეთში, სადაც ეს კლასიკური რა თანამშრომლის უფლებები და აიგ პონტი საიდანაც მოდის რა, რომ ქართველები რომ მიუღწვით რომ ეგეთ დონეზე ავიდეთ. და ოდნავ სამხრეთით რომ ჩამოხვიდე უკვე ესპანეთში და პორტუგალიაში და ეგეთებში მანდაც კი არ არის ეგ რა მაგდონეზე, ანუ მანდ არის ჩვეულებრივად ანუ ვირებივით მუშაობა რა. მე უბრალოდ მაგიტო ვაძლევ თავს უფლებას რო თქვა რომ იმუშავია ამ ხალხთან ამ ლათინოებთან ესპანურ ენოვნებთანაც და ყველასთან ანუ დისტანციური ეს cool jobs რასაც დღეს ეძახის ხალხი ხო ჩვეულებრივი ის არის კანტორა არის იქაც ძალიან ბევრს გამუშავებენ რა ხო ანუ ის კომპანიები იმიტომ არიან ეგეთი მაგრები რომ ესეთ კადრებს იმ ღირებულებას იღებენ ამ ხალხისგან ხვდები მაგ ტემპში თუ ვერ ართმევ ცხოვრებას თავს всё მეორე დღეს განაცვლებენ რა ჩვეულებრივი საწარმოს მუშა ხარ რაც ეხა დონეებში არის ხვაობა უბრალოდ რა საწარმოს მუშა ყველას გვეწოდება იმიტომ რომ ფიზიკურად მუშაობს და ძალიან საწყალია და ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს და ძალიან გვინდა ყველას რომ მათ მეტი ანაზღაურება ქონდეს და ეგეთი შრომელებისთვის მართლა უფრო კარგია რომ გერმანიისნაირ ქვეყნებში იყვნენ იმიტომ რომ იქ უფრო ფასდება მაგრამ აქამდე მივიდა ეგ ყველაფერი ხო მაგრამ მანდ უკვე ეგიცვლება პირიქით რაც უფრო ზემოთ ადიხა ნუ გერმანიაზე ისევ არ მაქვს რაღაც არის ხა ყოველთვის ამოვარდნა ქვეყნები სადაც ნუ გერმანიაში ვერ აგდებ მაგალითად იმას რა ქვია კომპანია
აი ისეთი кейსი უნდა კონდეს, რომ მართლა გახდილი თუ არ მოვიდა კორპორაციაში ვიღაცა, ვერ გააგდებ რა სამსახურიდან რაღაც საოცრება უნდა ჩაიდინოს რა. ხო და მაგამდე რომ მიხვიდე, რავი, ხარ გერმანელები შრომელი, რო ეგეთი ქვეყანა ააშენო, მაქედან უნდა დაიწყო რა, ისევ წამოხვიდე. იქნებ კომპანიის ბრალი არა და იქნებ ხალხში არის, ეგ შეგნება, რომ ყველა თავი პასუხისმგებლობით უდგება ამ საქმიანობას და ანუ მე არ მიყვარს ეს მსხვერპლის როლის მორგება, რომ აი კომპანია აქვს ჩაგრავს და ჩვენ მეც გვამუშავებს. ბევრად ღრმა საკითხი არის რა, მაგიტო ეხლა დარწმუნებული ვარ ვიღაცა დაწერს კომპანიაში, რომ აი 300 ლარზე წყვეტავენ და გვამუშავებენ მესმის ხო, რა თქმა უნდა, კი, არის პროჭი კომპანიებიც, ვინც მაგას გიკეთებს, მაგრამ ცოტა გლობალურად რო შეხედო რაღაცებს, არასდროს არ არის ერთი მხარე დამნაშავე რა, ანუ ჩვენ რო ცოტა მაღალი შეგნების ერი ვიყოთ და უფრო მშრომელი ერი ვიყოთ, სხვაგან ვიქნებოდით რა. არ ვიძახი რომ გინდა თუ არა ეგ არის კარგი. მე ესეთი ჩაწოლილი მიდგომაც ძალიან მომწონს, მაგიტო დაბრუნდი ჩვენ ქვეყანაში. მოკლედ რა ღრმა საკითხი. მე ვფიქრობ, როგორც დაზღვევა საქართველოში მე-18 საუკუნეში თუ უფრო ადრე დაიწყო დაზღვევა, თქვათ იგივე ინგლისში და საქართველოში სულ 30 წლიანი, 35 წლიანი ისტორია აქვს. ანუ იმიტომ რომ დაზღვევა არ არის იმ დონეზე, როგორც თქვათ ინგლისში აქვს ამას, რომ ისტორია ჭირდება და წლები ჭირდება ამას. ჩემი აზრით დასაქმების ბაზრის განვითარებასაც წლები ჭირდება და დღეს ჩვენ საქართველოში მე მგონი არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბეჯითად არ ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა გასავითარებელია და ძალიან ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ, რომ აქამდე მივიდეთ. კი, მეც აი ამ ნარატივზე ვარ და არ მიყვარს, როდესაც წუწუნებთ ადამიანები, თუმცა მე მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი. ან თუ მასე ბეჯითად არ მუშაობ, მაშინ ის ფუფუნება უნდა კონდეს, რაც თავის დროზე ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ, მილიტარისტულ ქვეყნებს, რომლებიც კოლონიზაცია მოახდინეს სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების და წამოიყვანეს ეს მუშახელი, ანუ მონები ამ შემთხვევაში. ჩვენ ხო ეგეთი ქვეყანა არ ყოფილვართ, უახლეს ისტორიაში ხო არ ყოფილვართ, ჰქონდა შანსი ოდესღაც, მაგრამ ნუ ჯერ ეს ერთი რომ არაჰუმანურია და კიდე კაი რომ არ ვიყავით ეგეთი ქვეყანა, მაგრამ მაგან ჩაუდო ხო ეს საფუძველი, რომ ანუ ეგრე როცა ამდენი იაფიკერა და უსასყიდლო მუშახელი ყავდა რეალურად და მარტო მშენებლობაზე და მარტო ბიზნესის განვითარებაზე იყავი კონცენტრირებული რაღაც 100 წელი თუ 200 წელი, ვაფშე და 500 მე მგონია რა. და მე რომ მიხვედი უკვე იმ დონეზე რომ მაღალ ღირებულებებზე დაიწყე ფიქრი და შრომის უფლებებზე, ხო, მაგამდე მიხვედი ამ და მაგდროს სად ვიყავით ჩვენ? ხან ერთი გვიპყრობდა, ხან მეორე, ხან მესამე, ანუ მაგიტომ ამბობ რა ძალიან ღრმა საკითხი არის რა. დრო გვჭირდება ბევრი. აწლეულები გვჭირდება იმისთვის, რომ აი ბევრჯერ გააჟღერე დისტანციური მუშაობა და მაგაზე ცალკე მინდა რომ გკითხოთ, მაგრამ ალბათ აწლეულები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს მაგის ფუფუნება. ანუ მანამდე უნდა ვიმუშაოთ ძალიან. ჩვენმა თაობამ უნდა იმუშაოს, მოკლედ. კარგი, დისტანციურ მუშაობაზე საქართველოში დანერგვაზე რას ფიქრობთ? მოკლედ თქვენ გიმუშავიათ დისტანციურად ორივეს, ხო ესია? მოკლედ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კარგი დამსაქმებლის თვალსაზრისითაც შევხედოთ, დასაქმებულის თვალსაზრისითაც ისიც გავითვალისწინოთ, რომ რაღაცა გადატვირთულია, ქალაქი მოძრაობა გადატვირთულია, შეიძლება ადამიანებმა უფრო ბეჯითად სახლიდან იმუშაონ, უფრო მეტი დრო ექნებათ თასკების შესასრულებლად. თუ ნუ მოკლედ თქვენ თქვით არგუმენტები რას ხედავთ დადებიც, რას ხედავთ უარყოფით ამაში. ჩვენი რეალობისთვის. კარგი კითხვა ეგეც. კი, პირველ რიგში, დავიწყებ და ლევანი გააგრძელებს სავარაუდოდ. გააჩნია სამსახურს. რა თქმა უნდა, ყველა სამსახური ვერ იქნება სახლიდან, სიტყვაზე ექიმი ვერ იმუშავებს სახლიდან, ყოველ შემთხვევაში ნაკლებად კარგი იქნება და ნაკლებად შედეგიანი. თუმცა ძალიან ბევრი ექიმთან მქონია დისტანციურად კონსულტაცია, რა თქმა უნდა, კი, კონსულტაცია კი, მაგრამ ქირურგი ვერ იმუშავებს დისტანციურად, ხო, სიტყვაზე. რაც შეეხება ისეთ სამსახურებს, რომლებსაც აქვთ ამის საშუალება
და საკმაოდ კარგად გამოჩნდა კორონას პერიოდში ეს. მე მგონია რომ ერთ-ერთი დადებითი რაც ქონდა კორონას იყო ის რომ მაგის ეგ ხედვა განავითარა რომ შეიძლება თურმე სახლიდან მუშაობა და საკმაოდ წარმატებულადაც სიტყვაზე ანუ მე სადაც მუშაობდი ჩვეულებრივად ოფისში დავდიოდით, მაგრამ კორონას პერიოდში მომიწია სახლიდან მუშაობა. დანარჩენი დისტანციურად მე არ მიმუშავია და დღესაც ოფისში მიწევს სიარული, მაგრამ სახლში ყოფნის დროსაც გადასარევად მუშაობდით, აღმოჩნდა რომ შედეგებიც ჩვეულებრივად იდებოდა, თუ კიდე უკეთესი არა. შესაბამისად გაჩნდა მაგის საშუალება და მაგის აზრი, რომ შეგვიძლია თურმე სხვადასხვა სფეროებში მოხდეს დისტანციურად მუშაობა. მაგალითისთვის თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა, იდეალური საშუალება შეიძლება იყოს ეს call ცენტრებისთვის, როდესაც ადამიანს უბრალოდ ზარზე ყოფნა უწევს, ამ შემთხვევაში მე საერთოდ არ მჭირდება ამ ადამიანთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ანუ ძალიან მარტივად შემიძლია რომ ეს მოხდეს ვიდეო ზარითაც, თუ კი რაღაც მითითების მიცემა მინდა და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი ძირითადი პროფესია მაინც ტრენინგი იყო, ანუ ესე შევაფასებდი, რომ ტრენინგის ჩატარება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, როდესაც რეალურ გარემოში, ლაივ გარემოში ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი პლუსი აქვს უშუალო კონტაქტს, ან თუნდაც მარტივი რამე რო ავიღოთ, შეიძლება უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყოს, თუ კი ჩვენ ამას დისტანციურად ვატარებთ, მაგრამ როდესაც ტექნიკური ხარვეზი რეალურ გარემოშია, ეს ადამიანი უბრალოდ სხვასთან გადაჯდება და მაინც არ ჩაიშლება, ასე ვთქვათ, და არ დამეკარგება დრო ამაში. ამიტომ გააჩნია სამსახურს, პირადად მე მაჩვენა ის, რომ ძალიან კარგად კეთდება ეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი ამას დანერგავს კომპანია, ისეთი კომპანია, რომელსაც რეალურად შეუძლია დისტანციურად ამუშაოს თავისი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ გზებში ძალიან დიდი დრო გვეხარჯება, მით უმეტეს თუ ჩვენ საცობებს ავიღებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ფულთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ვარიანტზე, იმიტომ რომ ყველა სამსახური არ არის სიტყვაზე მეტროსთან ახლოს და მაინც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეორე ის რომ საკვები და ის რაღაც პატარ-პატარა სიკეთეები, რაც გვიყვარს ადგილზევე შეიძლება მოხდეს. ამიტომ გააჩნია სამსახურს კიდე ერთხელ და მგონია რომ ბევრმა კომპანიამ უკვე საკმაოდ კარგად აითვისა ის საქართველოშიც რომ შეიძლება დისტანციური მუშაობა და ძალიან ბევრი გადასული არის ამაზე, რასაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. კი, ანუ ვეთანხმები შენს პოზიციას, მაგრამ რო ცოტა დავაჩელენჯერ შენი პოზიცია, აი მე რო კომპანიის მხრიდან შემოგეკამათო, აი მე კომპანიას მაგალითად თუ ჩემი ყველა თანამშრომელი ყოველ დილით 9-ზე მოვა კომპანიაში, მე უფრო გავაკონტროლებ ის მუშაობს თუ არ მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს თუ არ აკეთებს, ამიტომ მირჩევნია რომ ყოველდღე მოვიდნენ, მაგალითად იგივე call ცენტრის თანამშრომლებიც მოვიდნენ ყოველდღიურად და მე ვხედავდე, ესე ვთქვათ, საშვი გაატარონ შემოსვლისას, გასვლის დროს გაატარონ და ამითი მე, ესე ვთქვათ, ხელში მყავს თანამშრომლები და დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობენ. მაგრამ ზუსტად იგივენაირად არის, მაგალითად ზუსტად call ცენტრი რო ავიღოთ, რადგან მან მუშაობდი როგორც ტრენერი. ეს ადამიანები ჩვეულებრივად სანამ ზარზე გავლენ ან რაღაც მსგავსი, ისედაც ფიქსირდებიან სისტემაში. ანუ მე ვიცი, რომ ეს ადამიანი ადგილზეა და მე ვიცი, რომ ეს ადამიანი სისტემიდან ხედავ ამ ყველაფერს, სისტემა უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას, ამ კონტროლის საშუალებას, ასე ვთქვათ, სისტემა უნდა იყოს თვალი. ის თვალი, რომელიც შენ რეალურ გარემოში ხარ, როგორც მენეჯერი ან როგორც ხელმძღვანელი, ნებისმიერი სხვა ადამიანი. ამიტომ თუკი ნორმალურად არის ის სისტემა აწყობილი, რაზეც კომპანია მუშაობს, ზუსტად აქედან გამოვდივარ, რომ ჯერ თვითონ კომპანიამ უნდა გააკეთოს ეს და ამის ფუფუნებამდე თვითონ კომპანია უნდა მივიდეს, რომ შემდეგ გაუშვას ხალხი სახლში სამუშაოდ. ძალიან მარტივი რო ავიღოთ, კიდე თვითონ შენობის ქირაობა უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ძალიან დიდი პლუსია კომპანიისთვის ამ ხარჯის თავიდან არიდება და ხალხის სახლში გაშვება. იმაზე ხო საერთოდ არაფერს ამბობ, წესით მაგაზე საუბარი ლევანს უყარს ხოლმე, რომ ჩვენ მუშაობთ არა თინეიჯერებთან და სკოლის ბავშვებთან, არამედ ზრდასრულ ადამიანებთან და ვიცით, რომ
ეს ადამიანი სამსახურში რომ მოდის, იმუშავებს და რაღაც სახუმარო ადგილას არ მოდის ერთი სიტყვით. დისტანციურ სამსახურებზე ორი სიტყვით მეც რო დავამატო, ანუ ბოლო ჩემი ორი სამსახური იყო სრულიად დისტანციური, ანუ საერთაშორისო იყო, სულ რომ მომდომებოდა ვერ წავიდოდი ოფისებში რა, ჰქონდათ ბიუჯეტი გამოყოფილი coworking space-ებისთვის. სადაც ნუ რაღაც თანხას გაძლევდნენ, რომ წადი თუ ძალიან გინდა ოფისში მისვლა, მიდი რა და იქ რა ლოკალურად შენ ქვეყანაში ვინც იყო, იმისინით შეიძლება გენახა რა. დისტანციური სამსახური უფრო არის სრულიად არის მიბმული ინდუსტრიაზე რა. ეგ არის უფრო აი ტექ სტარტაპების თემა, ვიდრე ტრადიციული კომპანიებისთვის რა. დისტანციური სამსახური ხდება პრობლემა მაშინ, როცა უკვე ისეთ კომპანიას აწყდების და ისეთ სტრუქტურას, სადაც დიდი ბიუროკრატია არსებობს, მაგალითად ბანკი რა, ძალიან ძნელია მაგის თლიანად გადისტანციურება, იმიტომ რომ ტრადიციულ ბანკს გულისხმობ და არა რაღაც ციფრულ თანამედროვე ნეობანკებს. ძალიან რთული ხდება მანდ უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დეპარტამენტთან და სხვადასხვა რანგის ხალხთან გიწევს შეხება, ვისაც დისტანციურად ესე ვერც დაიჭერ, ვერც გექნება ეს ეფექტური კომუნიკაცია, იმიტომ რომ შენამდე რაღაც რამდენიმე ლეველი უნდა გაიაროს რა. ხო და ეგეთ რაღაცეებში ოფისში ბევრად მარტივი მანდ უკვე ეს ადამიანური ფაქტორი შემოდის, რომ მართლა საჭირო არის, რომ სახეზე იცნობდე ვიღაცებს, რომ წინაზე მეუბნებოდა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომ თავიდან რომ დავიწყეო რა, ისეთ პერიოდში დავიწყეო მუშაობა, რომ 6 თვე დისტანციურად მოგვიწიეო და ისეთი დაკარგული ვიყავ, რომ ძლივს რომ ოფისში გამოვედითო, მე აი ესე smoke პრიმაზე, მოსაწევ ბრეიქებზე და ეგეთ რაღაცეებზე იმდენი საჭირო ხალხი გავიცანი, რომ ძალიან მარტივად გავაკეთე, მე ნავიგაციაო რა. ანუ ეგ ხო ძალიან ლოგიკურია, ხო? ანუ ბევრად უფრო მეტი ნდობის შეგრძნება ხდება და იქ ტექსტში კიდე ძალიან ბევრი რაღაც იკარგება, იმიტომ რომ ტონი და ჟარგონი და ის მოკლედ რა ხმის ტემბრი რო არ გესმის, ვაფშე სხვანაირად იღებ რაღაცეებს და ძალიან ხშირად გქონია მე შემთხვევა კულტურული სხვაობების გამო, რადგან გლობალურ კომპანიებში მუშაობდი. ყველას ინგლისური სხვადასხვა არის, მაგალითად ესპანური ინგლისური სხვა არის, ბრიტანული საერთოდ სხვა არის და ამერიკული კიდე სხვა არის. ესპანელები ძალიან პირდაპირ იმით გელაპარაკებიან და ანუ სულ ხეში გეჩვენება რა, ანუ და მე დაურეკავ ამ ტიპს და თურმე როგორი საყვარელი ადამიანი ყოფილა, ხო რა და მაშინ როცა პირიქით ბრიტანული ინგლისური გეფერება და აი რაღაც ერთი ზედმეტი ტერმინი არ იქნება, მაგრამ ზარზე შეხვალ და შეიძლება ძალიან უხეში ადამიანი დაგხვდეს რა. აი ეს ნიუანსები და დეტალები არის დისტანციური სამსახურის დროს, რაც ძალიან ბლოკავს ამ ადამიანურ კავშირებს რა. და ის შენი აი მაგალითად ჩემთვის რატო იქნება ყოველთვის უფრო ნაკლებად სასურველი გარემო დისტანციური, ერთ-ერთი ის არის, რომ ჩემი ერთ-ერთი სიძლიერე არის სოციალური სკილები, რასაც ვერ ვიყენებ იქ რა. არ მაქვს ეს შეხვდე და ელაპარაკო რაღაც ნდობა მოიპოვო ადამიანის, ვერ ახერხებ დისტანციურად რა. ზარებში რაღაც დონეზე, მაგრამ იქაც მით უმეტეს საერთაშორისო გარემოში ხო საერთოდ ძალიან რთული არის რა. და რო შევაჯამო ეს თემა, ხო, პირველ რიგში ინდუსტრიიდან უნდა წამოხვიდე და მე აი ის სტარტაპებიც, რაზეც ახლა ვიდა სწრაფად მზარდი სტარტაპებისთვის მაგარი გადაწყვეტა არის რა, დისტანციური მიდგომა, იმიტომ რომ ხარჯებსაც ზოგავ მაგით, ხალხს აპახავებ, ფიქრობ დისტანციური ხა ყველა ვიცით, რომ 9-დან 6-მდე არასდროს არ არის რა, იქ რაღაც საღამოსაც მიწერ, შემოვა, გაგიკეთებს, ეგეთი ტიპის სამსახურია ყველა დისტანციური რა. მონიტორინგიც უფრო სწრაფად ხდება, მანდ უფრო ხდება ეგეთი რაღაცეები, რომ აი მოკლედ რა, რაღაც ერთ ჩატში შემოვარდა, ვიღაც დაწერა, დავე ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს რა. მაგრამ ეგ ბიზნესი რო შედის უკვე იმ ფაზაში, სადაც თანამშრომლის კმაყოფილება და ეგეთი ტერმინოლოგია როცა შემოდის, მანდ უკვე აუცილებელი ხდება ეს FaceTime, რასაც ვეძახით. რაღაცა სივრცე მაინც უნდა, ანუ თუ ოფისში არ გადაყავს ეს ხალხი, ხშირი team building-ები მაინც უნდა აკეთო, მაგალითად აი ეს თანამედროვე კომპანიები, რაზეც ვამბობ, Revolut და Dili იყო ჩემი ბოლო ორი კომპანია. წელიწადში ორჯერ აწყობდნენ გლობალურ იმას team buildings, ხან იბიცაზე, წინ ერთხელ გააკეთეს ვაფშე რა ქვია, ნიტო მაიამიზე მე ვერ წავედი, მაგიტო არ მახსოვს რომელი. ან მაიამი იყო, ან ისა რა ქვია, ჰავაი, ვაფშე ჰავაიზე გააკეთეს და ნუ მაგ დროს აღარ ვიყავი უკვე მაგეთ თანამშრომელი სამწუხაროდ, თორე წავიდოდი რა. და ანუ უამრავ ფულს ხარჯავენ მაგაში, რომ მთელი ეს რაღაც 10,000 ადამიანი შეყარო ერთ იმაში და თითქოს თელ ქალაქს იმაშვებიან ხოლმე ქირაობენ რა. ერთადერთ team building-ზე მომიწია.
დილში სევილის რაღაც სევილიადან ახლოს რაღაც სოფელში 1000 კაცამდე ვიყავით მან ჩასული და რა ძალიან მაგარი გამოცდილება იყო რა 5 დღე და მანდ იყო რომ ეს აი თანამშრომლების მოტივირება რაღაც გამოსვლების CEO-ს და ყველასი ანუ ან ეგეთ რაღაცეებში ხარჯავ ფულს ან გაქვს დიდი ოფისი და ბოლოს აი რეულტმაც ოფისი გახსნა ეხლა ისეთ იმ ხელა ოფისი გახსნა ლონდონში რომ რა ვიცი რა გამოაკრეს მოკლედ რა ბიზნესის ფაზებში ან რა ფაზაში ხარ მაგას გააჩნია რა ზომაწონა ყველაფერში ანუ ჰიბრიდული ვარიანტი ყველაზე მისაღები თუ ვაფშე მაგარი კომპანია ხარ ჰიბრიდულზე გადადიხარ საბოლოოდ რომ ანუ ვისაც ჭირდება იაროს ვისაც ჭირდება არიაროს და როცა გჭირდება იარე როცა გჭირდება არის ეგეთ ზონეზე თუ ახვედი ძალიან მაგარი კომპანია ხარ უკვე ესე იგი რა მაგრამ ხო საქართველოს რაც შეეხება ფოდიში მკითხვა ეგ იყო სულ დამავიწყდა საქართველოში შენ საქართველოში დაფუძნებულ სტარტაპისთვის, კარგი სტარტაპი, რომელიც უკვე გადაიზარდა კომპანიაში. ნელ-ნელა უნდა დაიწყონ კადრების გადაყვანა, კი, მაგრამ თუ ხარ ტექ სტარტაპი, უაზრო ფულის ხარჯვა არის ოფისის ქირაობა, ჩემი აზრით რა. კარგი. გასაგებია თქვენი პოზიცია და სხვათა შორის მეც ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან გაუჭირდა პანდემიის დროს მუშაობდი მარტო დისტანციურად და მე გამიჭირდა იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს ჩემი სახლი, რომელიც ასოცირდებოდა ჩემთვის დასვენების, ოჯახური ურთიერთობის ადგილად, გართობის ადგილად, თითქოს ოფისი გახდა და ზღვარი დაკარგა სახლში. ანუ მაგოთით არასდროს არ შემიხედავ, ძალიან საინტერესოა ეგ. მე მეც ხომ მუშაობდი სახლიდან ზუსტად იგივენაირად რაც თქვი და არასდროს არ დავფიქრებულ ვარ მაგაზე. რომ რაღაც სხვა ადგილად გადაიქცა. კი, აი მაგალითად სამზარეულო, რომელიც ჩემთვის ასოცირდებოდა, რომ გემრიელად უნდა მეჭამა, ყავა დამელია, უკვე იქაც კომპიუტერით შევდიოდი. ისიც სამსახურის ადგილი გახდა. საძინებელიც სამსახურის ადგილი გახდა. თითქოს აბაზანაში რომ შედიხარ, მაშინაც ფიქრობ, არ ჩაქრეს შენი კომპიუტერი და გააკონტროლო. ანუ ეს მე ამან შემაწუხა და მე მირჩევნია მაგალითად პირადად მე რომ გამიჯნული იყოს. ანუ ჩემი პირადი სივრცე, პირადი ცხოვრება გამიჯნული იყოს სამსახურისგან. სერიალი Severance გაქვს ნახე? გონი არა მაგას. საკმაოდ კაი აზრია. აი რაც ახლა აღწერე სერიალია მაგაზე გადაღებული რომ ადამიანი შედიხარ სამსახურში და გითიშავენ გონებას, ანუ რაღაც ის არის sci-fi სერიალია. და იქ სხვა არ გახსოვს იქ რა ხდება, იქ მუშაობ და რო გამოდიხარ ისე გთიშავენ და სახში ანუ პირდაპირ გაგებით გამომიჯნეს. ძალიან მაგარი სერიალია, ნახე, იმიტომ რომ ზუსტად რაც აღწერე. სინამდვილეში ცხოვრებაში უნდა ეცადო მაგის მიღწევას იმისთვის, რომ აი იგივე რაც კითხვა დავსვი, ბალანსი იპოვო, რომ სამსახურიდან რო გამოხვალ, სამსახურის თემები დაასრულო და უკვე გადაერთო ოჯახზე, მეგობრებზე, დასვენებაზე. თუ სამსახურიდან მოსული დაძინების წინ სულ სამსახურის რაღაც თემები გაფიქრებს, ესე იგი ძალიან სტრესში ხარ სამსახურში, ან რაღაცას კარგად ვერ აწვდები, ან არ ვიცი, აი თუ როცა ახალი დაწყებული გაქვს და ეხლა შედიხარ სამსახურის მუღამში, ასე ვთქვათ, მაშინ შეიძლება ეს, მაგრამ მუდმივად კონდეს ეგ შეგრძნება, უკვე არ არის, მაშინ უნდა შეიცვალო სამსახური ჩემი აზრით. ანუ სიმშვიდეს თუ გაკარგვინებს, უნდა შეიცვალო. ასევე პირადმა ცხოვრებამ სიმშვიდე სამსახურში, ანუ პირადმა ცხოვრებამ არ უნდა შეგიშალო სამსახურში მუშაობაში ხელი რაღაცნაირად, რაც უნდა გარეთ დატოვო თუ არ სახლის სივრცეში რომ შემოვიდა სამსახური არ მომეწონა. არა, რატო არ მიფიქრია? შეიძლება, იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ მე და მარტო ვცხოვრობ არა, მარტო ოჯახთან ერთად ცხოვრობ. ხო, აი შენს როცა remote-ად იყავი, შენს მარტო არ ცხოვრობდი. მე შეიძლება იმიტომ არ მიფიქრია, რომ ბრიტანეთში და მაგ დროსაც ეგრე ფიქრობდი. ანუ ის კვადრატი, სადაც ვიჯექი ამ ლეპტოპთან, ანუ ის მაგარ იმას გაძლევს რა, რომ აღარ გინდება, კაროჩე რა, მაგარი რთული თემა მქონდა ეგ აი უბრალოდ ძალიან გამიგვირდა, რომ საკმაოდ კარგი აზრია და არასდროს არ მომსვლია თავში აზრად ეგ, რომ ჩემი სახლი დაუშვათ გადაიქცა. ანუ ასოცირდება უკვე იმასთან რა. ხო, და აი არ დამართნია ეგ. კაია მე თუ დისტანციურად გადავალ სამუშაოდ,
აი co-working ჯობია რომ იარო მართლა ალბათ კი. იქვივლი რომ იქედან ვიმუშაო. ეხლა მე რო დავფიქრდე. ბევრი შვება მაგრამ და ძალიან კაია რა. მაგიტო არსებობს co-working space-ები რომ ეგეთი რაღაცები უნდა აკეთო. ავარჩევ რომ მარტივად წავიდე და მოვიდე სახლში და საცობში დრო არ დავხარჯო. მაგრამ არ ვიცი, ალბათ ბოდიში ესე უბრალოდ მუშაობას უცბად დავფიქრდი, იმიტომ რომ მომხვდა ძალიან რატომღაც რო არ მომსვლია აზრად. კარგი, აი მოდი ერთ კითხვასაც დავსვავ და მე მგონი ძალიან გაგვიგრძელდა ხო? დრო გვაქვს უამრავი. შენ გადაცემაში იმდენი დრო გვაქვს, რამდენიც გინდა. ეს შენ გადაცემას თავის ფორმატი აქვს, ლევან. ხო, ნუ, არ ვიცი. მოკლედ ერთს ეხა ამას კარგად მიებმება ალბათ, აი ეხლა ძალიან პოპულარული გახდა ეს 4 დღიანი სამუშაო კვირა და ბევრმა ქვეყანამ გადაცემა გვაქვს ჩვენ გადაღებული. და მოდი ჩემთანაც ვილაპარაკოთ. მე ვიცი სხვათა შორის თქვენ დამოკიდებულებას უყურე რა 4 დღიან სამუშაო კვირაზე. რეზის ჯერა რომ არსებობს რა. ჩვენთანაც ჩემს პოდკასტში ჩვენთან რეალურად ჩარში იყო 4-day work week. გახსოვს როგორ ლაპარაკობდი? Some countries tried it. Some really screwed it up. ვიღაცებმა სადეს და ამბობენ, რომ კარგი შედეგები აქვთ. ანუ რაღაც ამ წვამ დაიკლო სამსახურეობრივმა, პროდუქტიულობა შენარჩუნდა. მოკლედ ადამიანები იმავე პროდუქტიულობით მუშაობენ, რამდენიც მუშაობდნენ 5 დღე და რატო ვატაროთ 5 დღე სამსახურში თუ იგივეს იმუშავებენ, რასაც 4 დღეში მოასწრებენ. მაგ თემატიკაზე საუბრიდან არის ყველა ჩემი viral short-ი ამოჭრილი რა, ფაქტიურად რომ აი რამდენად მე და ეს სხვადასხვა აზრზე ვართ. მე რა ვთქვი მან რომ თქვენი პოდკასტი შენ გჯერა რომ არსებობს და შეუძლია ცადოთ კომპანიებს. არა, უკეთესი როგორ არ არის, მაგაში მე გეთახმები. მაგრამ მე ვიძახი რომ არა რეალისტურია რა. ანუ ის არის, მე მარკეტინგის თული მგონია, რასაც ძალიან fancy კომპანიები აკეთებენ. რომ ჩვენ აი 4 დღე გამუშავებთ რა ძალიან იგივე მიზიდვის ამბავი ანუ გაწეული ხარჯი მგონია ჩვეულებრივი რომ ვიღაცებს ნაკლებ დღეს ამუშავებთ და რაღაც იბრენდავ თავს როგორც საუკეთესო დამსაქმებელი რა თორე რას ნიშნავს კი ბატონო ანუ 4 დღეშივე თუ იგივე პროდუქტივ იგივე აუთკამი თუ გექნება და იგივე შედეგები რაც 5 დღეში გექნებოდა მაშინ ყველა მეგრე უნდა იმუშაოს. უბრალოდ ეგ მგონია თვითონ არარეალისტური რა. ანუ შენ 32 საათში იგივენაირად ეფექტური იქნები. აი ისევ საქმის სპეციფიკას გააჩნია ალბათ, მაგრამ სამსახურს გააჩნია ისევ რა თქმა უნდა. და სულ იგივენაირად ეფექტური იყო. იმ პარასკევს ხო მაზავ იმ შეხვედრებს და იმ აპდეიტებს და იმ ხალხთან გადაკვეთას ისევ რომ შემდეგი კვირისთვის დაიგეგმო. ანუ თელ დღეზე არის საუბარი. ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით გონია რომ ცოტა უტოპიური ოცნება არის რა. მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ქვეყნები და რაღაც კომპანიები აკეთებენ. ჩემი აზრით მარკეტინგისთვის, მაგრამ მაინც რა, შენას ფიქრობ. ხო, მაგრამ ხო მაინც. მივალთ ბაქამდე თუ აი მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ. ჩვენ ისედაც ეგრე მუშაობთ. არა, ანუ მარკეტინგისთვის არა ჩვეულებრივ. აი მე მახსოვს რომ საბჭოთა დროს მე მგონი 6 დღე სწავლობდნენ თუ მუშაობდნენ. შაბათიც სამუშაო დღე იყო, შეიძლება არასწორად მახსოვს თუ სასწავლო სკოლაში რაღაც დედა ჩემისგან მახსოვს მსგავსი რაღაც რომ შაბათსაც სწავლობდნენ. და რაღაცნაირად მივედით იქამდე რომ შაბათი აღარ არის სამუშაო დღე. ეხლა მივალთ კი იქამდე რომ პარასკევი აღარ იყოს სამუშაო. საბჭოთა დროს იმდენი სხვა პრობლემა იყო რომ ანუ აი მიჭირს მაგაზე კონცენტრირება რომ როგორ ახსნა რატო იყო ან 6-ან 5 დღე იგივენაირად არის დღესაც გაცილებით უფრო მასშტაბური პრობლემები არის ჯერ მოსაგვარებელი თუ ჩვენ ქვეყანაზეა საუბარი ვიდრე 4 დღიან გრაფიკზე გადასვლა. შენ საქართველოზე გულისხმობ თუ ზოგადად სოფლიო მივა თუ არა მაგრამ საქართველოზე არ გითხეთ? საქართველოზე გითხეთ, მაგრამ საინტერესო, ანუ თუ რაღაცნაირად შეიქმნება არა, მე ვამბობ რომ სოფლიოშიც მგონია რომ არარეალისტური ჯერჯერობით. ეხა რობოტი და AI თუ ისე დაიხვეწა რომ მართლა მთელი ეს შავი საქმე წაიღო და მაგრამ ეგ უმუშევრობას უფრო გამოიწვევს ვიდრე 4 დღიან სამუშაო გრაფიკს.
მოკლედ ცოტა ფატალისტი ვარ ამ საკითხში, დამithმია შენთვის რამე პოზიტიური შეხედულება თუ გაქვს, გისმენ. მე ვერ ხედავ რა, იცი რატო, ანუ ისევ რა, კომპანია დადის იმაზე, რა ღირებულებას გაძლევს ეს ადამიანი, თუ იმ ღირებულებას მოგცემს 4 დღეში, ოკეი. და მაშინ ისევ იქამდე დავდივართ, რომ 4 დღეში თუ გიკეთებს 5 დღის საქმეს, ისევ მე ნაკლებს გადავუხდი და ანუ ისევ ამ რიცხვებით თამაში მიდის, არ ვიცი რა, ვერ ხედავ პროსტა მაგ სიტუაციას. 4 დღე, 5 დღე, 3 თუ საერთოდ 1 გამომდინარეობს კიდევ ერთხელ სამსახურის სპეციფიკიდან. ნახა არიან მაგალითად ფრილანსერები, ვისაც შეუძლია რაღაც ერთთვიანი პროექტი, სიტყვაზე თვითონ თუ ისეთ დონეზეა, რომ რაღაც საერთოდ მოკლედ მონაკვეთში გააკეთოს, არანაირი გრაფიკი არ ქონდეს, არანაირი შაბათ-კვირა და 5 დღიანი, 4 დღიანი და ასე შემდეგ. შესაბამისად, სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო არის. ეხლა თავიდან მე რავს თქვი, რომ სინამდვილეში 9-დან 5-მდე სამსახურები არ არის მეთქი ცუდი და ვიღაცისთვის შეიძლება გაცილებით უფრო კომფორტულიც იყოს, შეიძლება იმ ერთ დღეს რო წაართმევ სამუშაოს, ბევრად უფრო არესიამოვნოს, იმიტომ რომ ერთი თავისუფალი დღე გამოუჩნდა და რა უნდა უკნას ამას. აი რო გადავაჯაჭოთ კიდე სხვა დანარჩენსაც სიტყვაზე იმას, რომ დაწინაურებაზე როცა იყო და ადამიანს რამდენად აქვს ჰობი და იმ სამსახურის გარეთ აქვს ამ ადამიანს საქმე და რეალურად შეუძლია თუ არა რაღაც სხვას მოახმაროს ის თავისი თავისუფალი დრო, თუ კი აქვს და თუ კი ამდენად უჭრის ისედაც გონება, გონია რომ ისედაც კარგ სიტუაციაშია ეგეთი ადამიანი და 4 დღიანი გრაფიკი კარგია, ანუ რატო უნდა იყოს ცუდი, მაგრამ მაინც არ მგონია ხო, რომ მით უმეტეს ესე ახლო მომავალში ვიხილოთ ჩვენ საქართველოში. ანუ მე თვითონ იმას ანუ კონცეფტს ვერ ვიგებ რა, 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი. რომ ანუ აზრი ის არის, რომ ბევრს მუშაობთ. აი მაგაში ვეღარ შემიძლია ჩავატიო ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ხო და მაშინ უფრო მეტად არის ხარჯები იმ 4 დღეში და აუთკამზე არ დადის. შენ თუ 4 დღეში აკეთებ მაგ საქმეს და დარწმუნებული ვარ, რომ არის რაღაც ხალხის პროცენტი, ვინც მართლა ეგრე მუშაობს. იმათ გონია რომ არა პარასკევსაც მივა მაგალითად ალბათ ხო იმაში სამსახურში, მაგრამ გონია რომ არავინ არ შეაწუხებს მაგ ხალხს რომ მეტი გააკეთეო კიდე. ანუ ძალიან ისეთ საკითხია რა, აი ეს რიცხვებით თამაში ხო იცი შეგიძლია შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მაგრამ again რა 4 ანუ ჩვენ მაშინ ვიძახით რომ 4 დღეში ვიღებთ იგივე შედეგებს და ანუ ის ერთი დღე აღარ გჭირდება. კი არა, მაგის არგუმენტი ერთი ის იყო რომ პარასკევს ხალხი ისედაც არაპროდუქტიულიაო რა, ეგ იყო თავიდან მახსოვს რომ მაგიტო დაიწყო. არა, ერთ-ერთი იყო კიდე ესეთი მომენტი, აი მაგალითად, როდესაც თქვით რომ 70% თუ უფრო უკეთესი ხასიათი გაუხდათ თანამშრომლებს, ეს იყო ერთ-ერთი და მეორე იყო რომ შეიძლება ის პარასკევი რაც თავისუფალ დღედ გადაიქცევა, ეს იქნება მოჩვენებითი თავისუფალი დღე. რა იგულისხმებოდა ამაში, რომ კი ისვენებს ეს ხალხი, მაგრამ აი მაინც რაღაც მეილები დაიგზავნება ერთმანეთში და მაინც რაღაცის შემოწმება მოუწევთ. იმიტომ რომ ერთბაშად გადასვლა პირდაპირ 4 დღეზე ცოტა რთულია გამომდინარე იქედან რომ მიჩვეული ვართ ყველანი უკვე იმ სამუშაო გრაფიკს რაც გვაქვს, ამიტომ ნელ-ნელა თუ მოხდება ეს თორე ერთბაშად აი ეგ პარასკევი გახდება რომ თავისუფალი დღე არის, მაგრამ აი მაინც ელოდები რომ შეიძლება რაღაც მოიწერონ, შეიძლება რაღაც მიტინგი იყოს, იქნება ეს ონლაინ სივრცეში თუ სად რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ბოლომდე გამორთული არა. ხო, აი ზუსტად კი, მაგის თქვა მინდა რომ ბოლომდე გამორთული ვერ იქნები, ეს თავისუფალი დღე არის, მაგრამ მოჩვენებით. კარგი, მშვენიერი. და ბოლოს აი ერთ ჩემს მაგარი ლაქ-ლაქა სტუმრები. დაზღვევაზე მინდოდა კითხვა, ანუ უცნაური დაზღვევები თუ არის თქვა, აი მაგალითად სომელიეები რომ ცხვირს აზღვევენ, რომ დაუშვათ და თუ მოხდა ისე რომ მე თავიანთი სამსახური რაც არის ამ ცხვირის გამოყენება ის რომ დაუზიანდეთ, იმიტომ რომ გამიგია ეგეთი ფაქტები და ჩვენ თუ გვაქვს ეგეთი სახის დაზღვევები, ეგეთი უცნაური დაზღვევები მსოფლიოში ძალიან ბევრია, ერთ-ერთი ჩვენთან
ჩვენთან თუ არის? რაც შეეხება ჩვენთან, მოკლედ დაზღვევის მუშაობს ასე მარტივად რო ვთქვათ, დაზღვევისთვის საჭიროა რომ მოთხოვნა იყოს არა ერთი, არამედ ბევრი რამდენიმე. მაგალითად, მანქანები რო დავაზღვიოთ, ძალიან ბევრი მანქანა უნდა მოვიდეს დასაზღვევად და მე რაღაც პორტფელი შევქმნა მანქანების დაზღვევის, იქედან ავკრიბო თანხა და შემდეგ ამ აკრებილი თანხით მე მზად ვიყო, რომ ამ სიმრავლიდან რომელიმე ზარალი თუ დაუდგება, ის ზარალი აუნაზღაურო. ანუ დარდება იმას ხო ალბათობას რა არის შანსი რომ ეს პროცენტი დაილეწოს ამ მანქანების და მიიღირს თუ არა რომ მაგ პრინციპით არ მუშაობს? კი, დაზღვევა ალბათობის თამაშია, ასე ვთქვათ, მთელი თავისი პრინციპით და რაც უფრო ბევრი გაქვს, სიმრავლე გაქვს, ალბათობა იმისა, რომ რაღაცა ძალიან დიდი მოხდეს, უფრო ნაკლებია და უფრო მეტად მზად ხარ, უფრო სწორად, უფრო მეტად მეტი თანხა გაქვს აკრებილი და შენ მზად ხარ იმისთვის, რომ ამ დიდი სიმრავლისგან ვინმეს რო ზარალი დაემართოს, შენ აუნაზღაურო. ეხლა უცნაურ დაზღვევებზე რომ მივიდეთ, შენ საქართველოში უცნაურ მოთხოვნას ვერ მიიღებ ბევრს, რომ მზად იყო, რომ მაგალითად ვინმე პიანისტისთვის ხელები რო დააზღვიო და შეიძლება ის ერთი ადამიანი ძალიან ძვირად აფასებს თავის თითებს, იმიტომ რომ ის რო დაზიანდეს, ვთქვათ, სრულ კარიერას დაკარგავს და ითხოვს რომ დამიზღვიე ლიმიტზე რამდენიმე მილიონი, შენთვის როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის არც ისე მომგებიანია ამ რისკის აღება. იმიტომ ვერ ვიტყოდ რომ საერთოდ მომგებიანი. მოკლედ, შეიძლება ეს იმიჯისთვის ან რაღაცა PR აქცია გააკეთო, თუმცა აი მართლა იმ ადამიანს რო რაღაც დაემართოს თითებზე, შენ ვალდებული ხარ, იმიტომ რომ დაზღვევა სხვა არაფერია გარდა რისკის აღებისა. ამიტომ საქართველოს პატარა ბაზარია, პატარა ქვეყანაა და ცოტა გვიჭირს უცნაური რაღაცების დაზღვევა. თუმცა მსოფლიოში ბევრი პრაქტიკა არსებობს უცნაური დაზღვევის შემთხვევების და ბევრი აი კითხვა იყო ესე. კი. ხელების დაზღვევა, ანუ ჩვენს ხელების გარეშე რას გავაკეთებდით სამსახურში? კარგი, თქვენ უცნაურს რას დააზღვევდით? ხოთაშორის აი ჩემს ერთ-ერთ სტუმარს ვკითხე ამის წინ, ისიც ჰიტა ერთ-ერთი იუთუბერი მე გაგიგეთ რომ აი რას დააზღვევდი შენს რომ აი მაგალითად მე ვიცი ძილს ჩემ ძილს რომ ძილი არ დამირღვიონ კარგი დაზღვევის აი დაზღვეული რომ აქვს ჩემი ძილი რომ თუ დამირღვიეს უნდა არ ვიცი აი მაგალითად რაღაც ხმაური შემოვიდა კუჩიდან მიკროფონი უნდა დააყენო იმასთან გარეთ გამეხვიცა ნუ მოკლედ უცნაურს მე ხავ ხუმრობ რა თქმა უნდა რაიდებს გაწვით პოსტა ხდები დაზღვევაში კიდე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თუ დაზღვევა შემოდის მაშინ, როდესაც რისკის დადგომის დროს შენ რაღაც ფინანსურ ზიანს, ფინანსურ დანაკარს გსიღებს. სილში მომდის აზრები. რაღაც გენიალური იდეები ამოუძინებელი მიდიხარ სამსახურში და ნაკლებად პროდუქტიული ხარ, ეგრე უნდა აიხსნას. ანუ შენ მოგება წაგების უცხესი უნდა წარმომიდგინო, მე რო პოლისი მოგცე, რომ შენ რო ძილი დაგერღვევა კონკრეტულად რა თანხა დაკარგე. მაგალითად მე მორალური ზიანი არ ითვლება? ფულში გამოხატული ითვლება. თუ რაღაცნაირად ფულში უნდა გამოვხატოთ. ანუ მაგალითად მორალური ვიღაცამ თუ მაწყენინა სადაზღვევო კომპანია ვერ მოვა და თავზე ხელს ვერ გადაგვისვამს, ხო? ამითი ვერ აგვინაზღაურებს. და ამტკიცე რომ მაგ წენა მე რაღაცა მაგის გამო რაღაც შეგემთხვა, აი თუ რაღაცა მიხვალ იქამდე რომ დანაკარგი მიიღე ფინანსური და შენ სადაზღვევოს ეუბნები რომ მე ფინანსურ დანაკარგს მივიღებ თუ ეს დამიდგა ეს შემთხვევა, მაშინ სადაზღვევო შემოდის და თუ აინტერესებს იღებს ამ რისკს რაღაცის ფასად. ხო, ჰიტასთან ჩემი კითხვა იყო, აი მაგალითად რაღაცა დევიდ ბექემის ფეხის დაზღვევაზე მიდიოდა საუბარი და ასე შემდეგ და მაგალითად არც დევიდ ბექემივით ფეხი არა მაქვს, არც ხმა არა მაქვს, არ ვიცი ბიონსესავით და მაგრამ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა ისეთი რისი დაკარგვითაც ძალიან დიდ
ზიანს ან ძალიან დიდი ტრამვა თუ რაღაცა იქნება ჩვენთვის, ანუ ასე ვთქვათ, გავქენსელდებით ცხოვრებისეულად რა და რა არის და რას დააზღვევდი შენ, რა არის ეგეთი. და მე და ჰიტა ორივე შევთანხმდით, გითხრათ რაზე შევთანხმდით, თქვენ ჯერ თქვენ დაფიქრდებით, რას დააზღვევდით. შეთანხმდით, ანუ ერთ აზრზე იყავით? ორივეს ერთი აზრი გქონდა დაახლოებით. ანუ ხედველობა? რას დააზღვევდით? მარკეტინგი, ანუ თვალები ვთქვი მე დაჟე უფრო. ხედველობაზე შეთანხმდით თუ არა? არა, თქვენ არა? ხო, ანუ თქვენი ვერსია თქვით, მხედველობა ძალიან საინტერესო რამეა, კი. მე ზოგადად ძალიან დიდი ფანი ვარ სიცოცხლის დაზღვევის, მაგრამ მე ვასება რა. ოღონდ იმიტომ რომ მგონი ხო გაქვს ისედაც. არა, აი ამერიკაში რომ მაგარი სიცოცხლის დაზღვევები რო აქვს, ხო იცი? მაგარი არა, ოჯახური რა. ანუ შენ რა თვალსაზრისით უყურებ, ანუ მე აი გეტყვი რა. რომელია მაგარი სიცოცხლის დაზღვევა? რო გადამეკეთ ძალიან, ანუ რაღაც აი ტრაგიკულ შემთხვევებზე რომ იმას რა ქვია ავარიაში ან რაღაც ეგეთში რო ყვები და რაღაც ოჯახს რომ მილიონი ხდება ან რაღაც ეგეთი რა ოზარკში მაქვს ნანახი და მაგიტო იყო ძალიან დიდი შემთხვევები რომ მე თავს იკლავდა პროსტა ხალხი რომ ოჯახი კარგად დარჩენილიყო და ეგ ოფშენი ძალიან მომწონს რა რაღაც ისე კარგად თუ ვერ წავა ცხოვრებაში საქმე რომ თავი მოვიკლა და არა მე განიხილება შენ თუ თავს იკლავ ხო და ნუ კარგად უნდა გააკეთო რა ის მართლა უბედური შემთხვევა უნდა იყოს შენ თუ სუიციდით დაასრულე მაშინ არ გინაზღაურდება გააჩნია სიტუაციებსაც ხო რაღაც მომასწავებელი არ უნდა იყოს არაფერი კარგად უნდა დაგეო საქართველოში შეგიძლია იყიდო მაგ ცოტა სიხდიან პროსტა ნუ ლიმიტი შენი შეგიძლია აირჩიო, მაგრამ თუ შენ იტყვი რომ ძალიან დიდ ლიმიტზე მინდა დაზღვევა, შეიძლება სადაზღვევო კომპანია არ გამოგყვეს, ანუ დიდ ლიმიტებზე შეიძლება არ გამოყვას, თუმცა სიცოცხლის დაზღვევა შეგიძლია და ადამიანები ყიდულობენ და ყველა ანუ აქ დაჟეთ ანუ ვერ ვენდობი რა იმას რომ მოყვება სიცოცხლის დაზღვევა, ასე რომ მოკვდე მგონია რომ მაინც არ გადაუხდიან მე ანუ მოკლედ მანდ ვართ მისული რომ თქვენ არენდობით სადაზღვევო კომპანიებს ანუ თქვენი მოსაზრებით რომ შეიძლება სადაზღვევო კომპანია არ გამოგყვეს, ანუ რისკს აიღებს, პრემიას აიღებს. ანუ სადაო სიტუაციაში არ მგონია რომ რა ქვია მგონია რომ იმ ხელა რესურსის ჩადება დამჭირდება რომ მე მოვიგო ეგ кейსი, რომ არ მიღირს რა. აი მაგაგზროვნე. იქნებ არ მივიდეს სასამართლომდე საქმე. არა იქნებ თუ არ მივა ძალიან კაი, მაგრამ მან და არ მაქვს კაკრას ეგ ნდობა რა რომ მგონია სერიოზ ეხა ვლაპარაკობ ისეთ სერიოზულ кейსებზე უკვე რა. მართლა დიდ თანხაზე რო იყოს კამათი ხო ვიცი რომ მანდ უკვე ძალიან დიდი რესურსი აქვს გამოყოფილი კომპანიას ეს რისკების მიტიგაციის და ასე შემდეგ და ვიცი ანუ ეგ სისტემა როგორ მუშაობს და მაგიტომ მგონია რომ ერთი ინდივიდი ყოველთვის დაიჩაგრება მაგ ამბავში რა იმიტომ რომ ეგრე ფასდება ანუ აი შენ აუცილებლად ჩემს პოდკასტს უნდა უყურო ხოლმე იმიტომ რომ რაზე შეჯერდით ჰიტა და ჩვენ შევჯერდით ჩემი პოზიცია იყო რომ ეგ იყო ჩემი გონება რომ თუ ჩემ გონებას რამე დაემართება ძალიან ცუდი რამე იქნება ჩემთვის იმიტომ რომ ვეღარ ვიმუშავებ შემოსავალი ვეღარ მექნება მოკლედ ერთადერთი ის რაც მაცოცხლებს არის ჩემი გონება და გონება მისე უნდა მუშაობს როგორც ახლა მუშაობს და ჰიტაც ამაზრზე იყო რომ ცნობიერება არის ძალიან ავიღებდი მე. აი გრო დავკარგო. ძალიან დიდი ზარალია. მან დღადაობა ეგ არის რომ ვერ მიხვდები რომ დაკარგო. ბანძი უმორი გექნება პროსტა და შენ მაინც გაგისწორდა. ანუ რითი და ხალხს არ გაეცინება პროსტა რა. ბალანსი იგივე გავიყვეზე. რითი დავასრულოთ ალბათ ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოდ წავიდა ჩვენი საუბარი. ობიექტურად თუ არ ვიცი როგორ შეგაქოთ, უყურებთ სწორად უყურებთ რა როგორ კეთდება და მგონია რომ ჩვენ საზოგადოებას ეგ ჭირდება რომ არ უყურონ მოვლენებს დაჩაგრულის პოზიციიდან, არამედ უყურონ რომ თვითონ არიან თავარი აქტორები თავისი ცხოვრების და თვითონ არიან თავარი აქტორები რომ მოტივირებულები იყვნენ სამსახურში, თავარი აქტორები რომ სადაც მუშაობენ ის კომპანია გაიზარდოს და უფრო მეტი ხელფასი ანაზღაურება აიღოს და არ ვიცი ძალიან იდეალურად საუბარი გამომივიდა. ძალიან დიდი მადლობა ანა მოწვევისთვის. ჩვენთან თავიდანვე გაგაფრთხილებით ცოტა სარისკოა ხოლმე რაღაც ისეთ თემას რო იკითხავ კითხოს ანუ ისე ვერთობით საუბარში რომ წამყვანის მხრიდან ანუ ალბათ რაღაც კოშმარი იქნებოდა რომ აი მე რომ მეჯდეს ლევანი და რეზი ძალიან რთული სამართავი იქნებოდა რა და დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან არ გადავწდით რაღაც შესტრუქტურას. ძალიან არ გადავწდით. ხო, რო გადავწდით ეგ ხა ნუ გასაგებია და აი სადაზღვევოზე ბოლოს რაღაც ორი სიტყვით შევეხეთ რა, მაგრამ
იმედია რომ მაყურებელს შენსაც ესიამოვნება ეს რაღაც სხვადასხვანაირი პერსპექტივების დანახვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ასე თქვათ სუპერძალა არ მინდა რო თქვა, მაგრამ რაც ვცდილობთ რომ სტაბილურად გქონდეს, სტაბილურობა ძალიან ძნელია, მით უმეტეს პოდკასტინგში ყველა მიცის. ერთი ეგ არის, ვცდილობთ რომ სადამდეც შეგვიძლია, იქამდე ავთენტურები და ნამდვილები დავრჩეთ რა. ანუ ვცდილობთ რომ არავის თამაშის წესებით არ ვითამაშოთ რა და ამიტომ ყველას შენ პოდკასტში ამ შემთხვევაში ვცდილობთ რომ იგივე ღირებულებები მოვიტანოთ და ეხლა დარწმუნებული ვარ მართლა იმდენი რაღაცა ვთქვი რაც ანუ ან ვერ გაიგებენ ვიღაცები ან უბრალოდ არ დამეთანხმებიან და ძალიან არ ესიამოვნებათ რომ ხო ნუ სუმასე არა მაგრამ მაშინ რავი ან მაშინ გამოდის რომ პროსტა ყველა პოდკასტი ერთ და იგივე უნდა იყოს ამ საქართველოში რომ რა ვიცი ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ ველაპარაკოთ ერთ და იგივე აზზე დავრჩეთ და ნულოვანი პროგრესი გავაკეთოთ ამიტომ ცოტა უფრო გამომწვევი და ეს დამაჩალენჯებელი აზრებიც გამოვთქვი რა იმედია ცუდად არ გაიგებ შენი მომხმარებელი და იმედია შენ პოდკასტს უკან არ დავხევ პირიქით მოტივი ის არის რომ პირიქით წინ წავწევ რა დავამატო ამ ნათქვამს არც ვიცი მადლობა მოწვევისთვის იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო და ხალხს რაც შეეხება აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი თუ კი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი რა თქმა უნდა mate friendly guide to your insurance journey friendly guide to your insurance journey და აუცილებლად გამოიწერეთ modern 9 to 5 მადლობა ორი მზარდი პოდკასტი ქართულ ბაზარზე იშვიათობა ადამიანები ვინც რასაც ფიქრობენ იმას ამბობენ ოღონდ კომპეტენტურად და არგუმენტირებულად და არა ის ქართული რაღაც სიგიჟე არ არის ერთი სიტყვით და დიდი მადლობა ამ სივრცეს Echo Chambers სტუდიას და ვინმეს თუ გინდათ პოდკასტერობა აუცილებლად მიმართეთ ძალიან კარგი სივრცე დაგხვდებათ და ყველაფერში დაგეხმარებათ მადლობა რომ არ დაგავიწყდა მე აღარ მახსოვდა დიდი მადლობა მომავალ ეპიზოდში ალბათ დავუბრუნდები უფრო ღრმად ვისაუბრებთ დაზღვევაზე, ამიტომ გამოიწერეთ არხი აუცილებლად. მეც მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და თქვენს უკავშირებს მომავალ შეხვედრამდე.